1911 წლის ივნისის ერთ-ერთ დღეს, როდესაც ქუთაისის გუბერნატორის კანცელარიაში ერთდროულად სამი საჩივარი შევიდა ფოთიდან, ერთი და იმავე ადამიანის წინააღმდეგ, ერთი და იმავე ბრალდებებით, თითქმის იდენტური ფორმულირებებით. ერთმა გამოცდილმა ჩინოვნიკმა თქვა, ეს ძალიან კარგად არის მოწყობილი, რომ შემთხვევითი იყოს. მაგრამ საჩივრები მხოლოდ ქუთაისში არ შემოვიდა. იმავე დღეს, იმავე საათში იდენტური დოკუმენტები ჩაბარდა თბილისში, კავკასიის მეფის ნაცვლის აპარატში და პეტერბურგში, შინაგან საქმეთა სამინისტროში. ვინმემ ძალიან ფრთხილად დაგეგმა ეს სინქრონიზაცია, ისე რომ სამივე ინსტანცია ერთდროულად მიეღო ინფორმაცია და არც ერთს არ ჰქონოდა დრო, გადაემოწმებინა ფაქტები, სანამ პოლიტიკური პროცესი დაიწყებოდა. ბრალდებები იყო მძიმე, ქალაქის ბიუჯეტის გაფლანგვა, თვითნებობა ვალებში ჩაძირვა. ბრალდებული იყო ნიკო ნიკოლაძე, ფოთის ქალაქის თავი, კაცი, რომელმაც ჭაობიანი დასახლება ევროპულ პორტად აქცია. მაგრამ ვინ იდგა ამ სინქრონიზებული თავდასხმის უკან? რატომ გაერთიანდნენ ფოთელი აზნაურები, რომლებსაც ადგილობრივი ძალაუფლება სჭირდებოდათ, და თბილისელი ჩინოვნიკები, რომლებსაც ნიკოლაძის დამოუკიდებლობა აშინებდათ? და რატომ სწორედ ახლა, როდესაც ფოთი თავის ისტორიაში ყველაზე წარმატებული იყო? 1894 წელს, როდესაც 90 წლის ნიკო ნიკოლაძე ფოთის ქალაქის თავად აირჩიეს, ქალაქი იყო ის, რასაც დღეს განვითარების კატასტროფად უწოდებდნენ. ქუჩები, ტალახის ზღვა, სადაც ზამთრობით ადამიანები ფეხსაცმლებს კარგავდნენ. ნავსადგური, ხის ნაპირცალი, სადაც გემები ქარიშხლის დროს ერთმანეთს ეჯახებოდნენ. ელექტროობა არ არსებობდა. საკათედრო ტაძარი, ნანგრევები. მაგრამ ნიკოლაძეს ჰქონდა ხედვა, რომელიც ფოთელი ელიტისთვის საშიში აღმოჩნდა. მან გადაწყვიტა, რომ ფოთი უნდა გახდეს არაპროვინციული ქალაქი, სადაც ადგილობრივი აზნაურები მიწებს კაპიკებად ყიდულობენ და შემდეგ სახელმწიფოს ძვირად ყიდიან, არამედ თანამედროვე ევროპული პორტი, სადაც ყველაფერი გამჭვირვალე ტენდერებით და საერთაშორისო სტანდარტებით მუშაობს. პირველივე წელს მან აკრძალა პორტის მიმდებარე ტერიტორიების პრივატიზაცია. ეს მიწები, რომლებიც მანამდე ჭაობები იყო და არაფრის ღირებული, ნიკოლაძემ ქალაქის საკუთრებაში დატოვა და იჯარით გასცა. როდესაც პორტი ამუშავდა და ეს მიწები ოქროდ გადაიქცა, ადგილობრივმა აზნაურებმა გაიგეს, რა შემოსავალი დაკარგეს. ისინი გეგმავდნენ, რომ ჭაობები იაფად იყიდონ და ელოდონ პორტის მშენებლობას და შემდეგ მილიონობით რუბლად მიეყიდათ სახელმწიფოსთვის ან უცხოელ ინვესტორებისთვის. ნიკოლაძემ ეს სქემა ერთი ხელის მოსმით დაანგრია. და ეს იყო მხოლოდ დასაწყისი მათი სიძულვილისა. 1905 წლიდან 1910 წლამდე ნიკოლაძის რეფორმები პიკს აღწევდა. ის აშენებდა ნავსადგურს, რომლისთვისაც პირდაპირ ლონდონიდან და პარიზიდან იღებდა სესხებს, რუსული ბიუროკრატიის გვერდისავლით, რაც თბილისელი ჩინოვნიკებისთვის წარმოუდგენელი თავხედობა იყო. ფოთი გაანათა ელექტროენერგიით უფრო ადრე, ვიდრე ბევრი ევროპული ქალაქი. აშენდა საკათედრო ტაძარი, რომელიც დღესაც დგას. მაგრამ ყველაზე მტკივნეული ადგილობრივი ელიტისთვის იყო ნიკოლაძის საგადასახადო პოლიტიკა. მან შემოიღო მკაცრი კონტროლი ყველა ტენდერზე. ყველა ხელშეკრულება საჯაროდ ქვეყნდებოდა. ყველა მიმწოდებელი გადიოდა კონკურენტულ შერჩევას. ადგილობრივი ვაჭრები, რომლებიც მანამდე ქალაქის ბიუჯეტს თავიანთ პირად ბანკომატად იყენებდნენ, აღმოჩნდნენ სიტუაციაში, სადაც მათ უწევდათ კონკურენცია ევროპელ კომპანიებთან. და ისინი კონკურენციას ვერ უძლებდნენ. 1910 წლის ბოლოსთვის ფოთში ჩამოყალიბდა ის, რასაც შეიძლება ეწოდოს ანტინიკოლაძური კოალიცია, ადგილობრივი აზნაურები, რომლებმაც დაკარგეს მიწებზე სპეკულაციის შესაძლებლობა, ვაჭრები, რომლებმაც დაკარგეს ქალაქის ბიუჯეტზე წვდომა, და ყოფილი თანამშრომლები, რომლებსაც ნიკოლაძემ გაათავისუფლა კორუფციისთვის. ისინი იყვნენ სხვადასხვა ადამიანები, სხვადასხვა ინტერესებით, მაგრამ ერთი რამ აერთიანებდათ, სიძულვილი კაცის მიმართ, რომელმაც მათი წვრილმანი, მაგრამ სტაბილური კორუფციული სქემები დაანგრია. 1911 წლის გაზაფხულზე ფოთში იწყება ფარული შეკრებები. არ არსებობს დოკუმენტური მტკიცებულება ამ შეხვედრების შესახებ, ისინი არ ჩაწერილა არც ერთ ოფიციალურ ოქროში, არც ერთ პოლიციურ ანგარიშში. მაგრამ ის, რაც მოხდა შემდეგ, ისეთი სინქრონიზებული იყო, რომ შემთხვევითობა გამორიცხულია. ვიღაცას უნდა გაეწია კოორდინაცია იმისთვის, რომ ერთდროულად სამ ქალაქში, ქუთაისში, თბილისსა და პეტერბურგში ჩაბარდეს თითქმის იდენტური საჩივრები. ვიღაცას უნდა დაეწერა ეს საჩივრები ისე, რომ ისინი ერთმანეთს არ ეწინააღმდეგებოდეს, მაგრამ ერთდროულად სამივე ინსტანციას მიეცეს საფუძველი რევიზიის დასაწყებად. ვიღაცას უნდა სცოდნოდა, რომელი ჩინოვნიკი რომელ ქალაქში იყო მზად, მოესმინა ბრალდებები ნიკოლაძის წინააღმდეგ. ეს არ იყო სპონტანური აჯანყება გაბრაზებული ადგილობრივი მოსახლეობისა.
ეს იყო საგულდაგულოდ დაგეგმილი ოპერაცია, სადაც ყველა მონაწილე მიცოდა თავისი როლი. ფოთელი აზნაურები იყვნენ სახე, ისინი წერდნენ საჩივრებს, ისინი ჩიოდნენ ტირანიაზე. მაგრამ ვინ იყო ტვინი? ვინ აკოორდინირებდა ამ სამ პარალელურ თავდასხმას? და რატომ იყო თბილისი ისე დაინტერესებული, რომ მოეშორებინა კაცი, რომელიც ფოთს ყველაზე წარმატებულ პერიოდში ჰქონდა მიყვანილი? საჩივრების ტექსტი თავისთავად იყო შედევრი ბიუროკრატიული მანიპულაციისა. ისინი არ ამბობდნენ პირდაპირ, რომ ნიკოლაძე იპარავდა ფულს, ასეთი ბრალდება მტკიცებულებებს მოითხოვდა, რომლებიც არ არსებობდა. ამის ნაცვლად ისინი საუბრობდნენ ფინანსურ პასუხისმგებლობაზე, ქალაქის ვალებში ჩაძირვაზე, თვითნებურ გადაწყვეტილებებზე. ყველა ეს ფორმულირება იყო ისეთი ბუნდოვანი, რომ მათი გაბათილება თითქმის შეუძლებელი იყო. მაგალითად, ნიკოლაძემ მართლაც აიღო უზარმაზარი სესხები ევროპიდან, ათეულობით მილიონი რუბლი, რაც იმდროინდელი საქართველოსთვის უპრეცედენტო თანხა იყო. მაგრამ ეს სესხები იყო ეკონომიკურად სრულად გათვლილი, პორტიდან შემოსული მოგება ვალის მომსახურებას სრულად ფარავდა და ქალაქს სუფთა მოგებასაც უტოვებდა. ევროპელი ფინანსური ექსპერტები, რომლებმაც შეაფასეს ნიკოლაძის ბიზნეს გეგმა, მას ერთ-ერთ ყველაზე გონივრულ ინფრასტრუქტურულ ინვესტიციად რუსეთის იმპერიაში უწოდებდნენ. მაგრამ საჩივრებში ეს დეტალები არ იყო. იქ იყო მხოლოდ ერთი ფრაზა: ქალაქი ვალებში ჩაძირა. ტექნიკურად სიმართლე, კონტექსტურად სრული ტყუილი. და ეს იყო გენიალური, როგორ უნდა გაებათილებინა ბრალდება, რომელიც ფორმალურად ჭეშმარიტია, მაგრამ არსებითად მანიპულაცია. როდესაც საჩივრები მივიდა თბილისში, რეაქცია იყო გასაოცრად სწრაფი. ჩვეულებრივ რუსეთის იმპერიის ბიუროკრატია მოძრაობდა ისეთი სიჩქარით, რომ ნებისმიერი საქმე თვეებს, ზოგჯერ წლებს სჭირდებოდა. მაგრამ ამ შემთხვევაში საჩივრების მიღებიდან რამდენიმე დღეში კავკასიის მეფის ნაცვლის აპარატმა დანიშნა სარევიზიო კომისია. კომისიას ხელმძღვანელობდნენ რუსეთის იმპერიის მაღალჩინოსანი აუდიტორები, არა ადგილობრივი ქართველი ჩინოვნიკები, რომლებსაც შეიძლება ნიკოლაძისადმი სიმპათია ჰქონოდათ, არამედ პეტერბურგიდან მოწვეული სპეციალისტები, რომლებსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდათ კავკასიასთან და არანაირი ინტერესი ნიკოლაძის დაცვაში. მათი დავალება იყო მკაფიო, იპოვეთ ფინანსური დარღვევები. არა გამოიძიეთ, არსებობს თუ არა დარღვევები. არამედ იპოვეთ. ეს ნიუანსი ჩანდა კომისიის მუშაობის სტილში. ისინი არ სვამდნენ კითხვებს, რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება, ან რა იყო ეკონომიკური საფუძველი ამ ინვესტიციისა. ისინი სვამდნენ კითხვებს, სად არის ამ ხარჯის დამადასტურებელი ქვითარი და როდესაც ქვითარი წარედგინებოდათ, ისინი ეძებდნენ ფორმალურ ხარვეს, არასწორ თარიღს, არასწორ ხელმოწერას, არასწორ ბეჭედს. ისტორიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ კომისიას დასკვნა უკვე დაწერილი ჰქონდა, სანამ ფოთში ჩამოვიდოდა. რევიზიის მიზანი არ იყო ფაქტების დადგენა. მიზანი იყო ნიკოლაძის ფსიქოლოგიური გატეხვა და იურიდიული საფუძვლის შექმნა მისი მოშორებისთვის. ნიკოლაძე პირველად თავის ცხოვრებაში აღმოჩნდა სიტუაციაში, სადაც ფაქტები არ ითვლებოდა. მთელი თავისი კარიერის განმავლობაში ის იყო ადამიანი, რომელიც რიცხვებით მსჯელობდა, რამდენი ღირს, რამდენი მოგება მოაქვს, რამდენი ხალხი ისარგებლებს. მაგრამ ახლა ის ებრძოდა მოწინააღმდეგეს, რომელსაც რიცხვები არ აინტერესებდა. კომისია ითხოვდა ისეთ დოკუმენტებს, რომელთა წარდგენა ფიზიკურად შეუძლებელი იყო მოკლე დროში, მაგალითად, ყველა ხელშეკრულების ორიგინალებს ბოლო 15 წლიდან, ყველა გადახდის ქვითარს, ყველა საკრებულოს ხდომის ოქმს. როდესაც ნიკოლაძის თანამშრომლები ამ დოკუმენტებს მოიტანდნენ, ხშირად ღამის გათევით მუშაობის შემდეგ, კომისია პოულობდა ფორმალურ ხარვეს და ამბობდა, ეს არ არის სათანადოდ დამოწმებული. ერთ შემთხვევაში კომისიამ უარყო დოკუმენტი იმიტომ, რომ მასზე იყო ძველი ბეჭედი, ის ბეჭედი, რომელიც ფოთის მერიას 1895 წელს ჰქონდა, მაგრამ 1902 წელს შეიცვალა. ტექნიკურად კომისია მართალი იყო, დოკუმენტი ძველი ბეჭდით არ იყო ვალიდური ახალი სტანდარტებით. მაგრამ ეს დოკუმენტი ადასტურებდა ხელშეკრულებას, რომელიც 1895 წელს გაფორმდა, როდესაც ძველი ბეჭედი კანონიერი იყო. ეს იყო კაფკიანური აბსურდი. ნიკოლაძეს ადანაშაულებდნენ იმაში, რომ მას არ გამოუყენებია ბეჭედი, რომელიც იმ დროს არ არსებობდა. პარალელურად რევიზიასთან იწყება მიზანმიმართული შავი პიარ კამპანია ადგილობრივ პრესაში. ფოთის ოპოზიციურ გაზეთებში, რომლებიც ფინანსდებოდა იმავე აზნაურების მიერ, რომლებმაც საჩივრები დაწერეს, ჩნდება სტატიები ნიკოლაძის დიქტატურაზე. მას უწოდებენ ფოთის ნაპოლეონს, თვითნებურ მმართველს, ქალაქის მფლანგველს.
ერთ-ერთ სტატიაში წერია, ნიკოლაძემ ქალაქი ელექტროობით გაანათა, მაგრამ რა სარგებელია ელექტროობისგან, როდესაც ხალხს საჭმელი არ აქვს, ეს იყო კლასიკური დემაგოგია, ფოთში შიმშილი არ იყო, პირიქით, პორტის მშენებლობამ ათასობით სამუშაო ადგილი შექმნა და ხელფასები გაზარდა. მაგრამ ფრაზა იყო ემოციურად ძლიერი და ადვილად დასამახსოვრებელი. კიდევ ერთი სტატია აკრიტიკებდა საკათედრო ტაძრის მშენებლობას. ნიკოლაძე ხარჯავს მილიონებს ქვაზე და მარმარილოზე, მაშინ როდესაც ქალაქის ქუჩები ტალახშია. ეს იყო განსაკუთრებით ცინიკური, იმიტომ რომ ნიკოლაძემ სწორედ ქუჩების ქვაფენილი მოაწყო, რაც მანამდე ფოთში არასოდეს ყოფილა. მაგრამ ოპოზიციის ლოგიკა იყო შემდეგი: თუ ქუჩები ქვაფენილია, მაშინ ეს არის ზედმეტი ფუფუნება და თუ არ არის ქვაფენილი, მაშინ ეს არის მმართველის გულგრილობა. ნიკოლაძე ვერ იგებდა ამ თამაშში, რაც არ უნდა გაეკეთებინა, ოპოზიცია პოულობდა გზას, გაეკრიტიკებინა. 1911 წლის შემოდგომისთვის ნიკოლაძე იწყებს გაგებას, რომ ეს ბრძოლა წაგებულია. არა იმიტომ, რომ მას არ აქვს მართალი, მას აქვს ყველა დოკუმენტი, ყველა ქვითარი, ყველა ხელშეკრულება, რომელიც ადასტურებს, რომ ყველა რუბლი დახარჯულია კანონიერად და ეფექტურად. არამედ იმიტომ, რომ მისი მოწინააღმდეგეები არ თამაშობენ ფაქტების წესებით. ისინი თამაშობენ პოლიტიკის წესებით, სადაც აღქმა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რეალობა. და აღქმა უკვე შეიცვალა, ფოთის ელიტა ხედავს მას როგორც ტირანს, თბილისის ბიუროკრატია როგორც თავხეთ პროვინციალს, რომელმაც გაბედა რუსეთის იმპერიის გვერდის ავლით პირდაპირ ევროპასთან მოლაპარაკება. პეტერბურგი როგორც პოტენციურ საფრთხეს, კაცს, რომელსაც ძალიან დიდი დამოუკიდებლობა აქვს სტრატეგიულ პორტში. ნიკოლაძე რჩება მარტო. მისი ერთადერთი მოკავშირეები არიან ფოთის უბრალო მოსახლეობა, მუშები, რომლებმაც სამუშაო იპოვეს პორტის მშენებლობაზე, ვაჭრები, რომლებმაც ბიზნესი გააფართოვეს ახალი ინფრასტრუქტურის წყალობით, ოჯახები, რომლებიც ახლა ელექტროობით ნათელ სახლებში ცხოვრობენ. მაგრამ ამ ადამიანებს არ აქვთ ხმა იმპერიის კანცელარიებში. მათი მადლიერება არაფერს ნიშნავს, როდესაც თბილისიდან მოსული კომისია წერს დასკვნას. 1911 წლის ზამთარში ნიკოლაძე იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც მისთვის, როგორც ლიდერისთვის, ყველაზე რთული უნდა ყოფილიყო. ის წერს განცხადებას გადადგომის შესახებ. არა იმიტომ, რომ აღიარებს ბრალდებებს, მთელი მისი განცხადება არის ერთი გრძელი, ღირსეული უარყოფა ყველა ბრალდებისა. არამედ იმიტომ, რომ ის ხედავს, თუ ის დარჩება, სარევიზიო სკანდალი გაგრძელდება და ეს დააზიანებს ფოთის საკრედიტო რეიტინგს ევროპულ ბანკებში. ხოლო თუ რეიტინგი დაზიანდება, შეჩერდება პორტის მშენებლობის დაფინანსება. და თუ მშენებლობა შეჩერდება, ყველაფერი, მთელი მისი 15 წლიანი შრომა, წავა ზედიზე. ნიკოლაძე იღებს გადაწყვეტილებას, რომ ის თავად უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე პროექტი, რომელიც მან დაიწყო. ის მსხვერპლავს საკუთარ თავს, რათა გადაარჩინოს ფოთი. 1912 წლის 25 აპრილს ის ოფიციალურად ტოვებს ფოთის ქალაქის თავის პოსტს. მისი ბოლო მოქმედება თანამდებობაზე არის იდეალურად მოწესრიგებული ბუღალტერიის ჩაბარება, ყველა დოკუმენტი, ყველა ანგარიში, ყველა ხელშეკრულება, ყველაფერი, რაც შეიძლება დაჭირდეს მის შემცვლელს. ის არ აწყობს სკანდალს, არ აცხადებს საჯაროდ, რომ მას ჩაშვებული აქვს. ის უბრალოდ ტოვებს, ჩუმად ღირსეულად, როგორც კაცი, რომელმაც იცის, რომ ისტორია თავად გაასამართლებს. მაგრამ აქ იწყება ყველაზე საინტერესო კითხვა, რომელზეც ისტორიკოსები დღემდე კამათობენ. ვინ იყო ნამდვილი ორგანიზატორი ამ შეთქმულებისა? ფოთელი აზნაურები, რომლებმაც საჩივრები დაწერეს, იყვნენ ძალიან პროვინციული ფიგურები, მათ არ ჰქონდათ კავშირები პეტერბურგში, არ ჰქონდათ გამოცდილება ასეთი მასშტაბის ინტრიგების მოწყობაში. თბილისელი ჩინოვნიკები იყვნენ უფრო გავლენიანები, მაგრამ მათაც სჭირდებოდათ საბაბი, ისინი ვერ დაიწყებდნენ რევიზიას მხოლოდ იმიტომ, რომ ნიკოლაძე მათ არ მოსწონდათ. მათ სჭირდებოდათ ფორმალური საჩივრები ადგილობრივი მოსახლეობისგან. ზოგიერთი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ ნამდვილი ინიციატორი იყო პეტერბურგი, შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელსაც არ მოსწონდა, რომ შავ ზღვაზე სტრატეგიულ პორტს მართავდა ძლიერი, ეროვნულად მოაზროვნე ქართველი, რომელსაც პირდაპირი კავშირები ჰქონდა ევროპულ დედაქალაქებთან. ამ თეორიის თანახმად ფოთელი აზნაურები იყვნენ მხოლოდ სასარგებლო იდიოტები, ადამიანები, რომლებსაც გამოიყენეს, რათა შექმნილიყო ილუზია ხალხური აჯანყებისა ნიკოლაძის წინააღმდეგ. თბილისელი ჩინოვნიკები იყვნენ შუალედური რგოლი, ისინი ასრულებდნენ ბრძანებას ზემოდან, მაგრამ ისე, რომ ეს ჩანდეს როგორც ადგილობრივი ინიციატივა. ხოლო პეტერბურგი რჩებოდა ჩრდილში, ოფიციალურად იმპერიის ცენტრი მხოლოდ რეაგირებდა საჩივრებზე, რომლებიც სპონტანურად მოვიდა პროვინციიდან. არსებობს კიდევ ერთი უფრო ბნელი ვერსია. ზოგიერთი თანამედროვე მკვლევარი ამტკიცებს, რომ შეთქმულებაში მონაწილეობდნენ უცხოელი ბიზნეს ინტერესებიც.
ნიკოლაძის მიერ აშენებული პორტი იყო კონკურენტი სხვა შავიზღვისპირა პორტებისთვის, განსაკუთრებით ბათუმისთვის, სადაც დომინირებდნენ ბრიტანული ნავთობკომპანიები. ფოთის წარმატება ნიშნავდა ბათუმის შემოსავლების შემცირებას. ამ თეორიის თანახმად ბრიტანელმა ბიზნესმენებმა ფინანსურად მხარი დაუჭირეს ფოთელ ოპოზიციას, არა პირდაპირ, არამედ რუსი შუამავლების მეშვეობით, რათა მოეშორებინათ ნიკოლაძე და შემდეგ ფოთის პორტი ჩაეგდოთ ქაოსში. ეს ვერსია ჟღერს როგორც კონსპირაციული თეორია, მაგრამ ერთი ფაქტი მას ამყარებს. ნიკოლაძის გადადგომის შემდეგ ფოთის პორტის განვითარება მართლაც შეფერხდა 10 წლეულობით, მაშინ როდესაც ბათუმის პორტი აყვავდა. ვინმეს ეს ნამდვილად ეხმარებოდა. მაგრამ ვინ იყო ეს ვინმე? დღეს, როდესაც ვკითხულობთ ამ ისტორიას, ვხედავთ კლასიკურ სქემას. ხედვის მქონე ლიდერი, რომელიც ცდილობს მოდერნიზაციას, ებრძვის ორ ფრონტზე, კორუმპირებულ ადგილობრივ ელიტას, რომელსაც რეფორმები აზიანებს პირად ინტერესებს, და ცენტრალურ ბიუროკრატიას, რომელსაც შეშინებული აქვს მისი დამოუკიდებლობა. ეს სქემა გამეორდა 1000-ჯერ ისტორიაში, სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ეპოქაში. მაგრამ ნიკოლაძის შემთხვევა განსაკუთრებულია ერთი დეტალით, მან არ დანებდა. როდესაც სხვა ადამიანი მის ადგილზე დაიწყებდა მოლაპარაკებას ოპოზიციასთან კომპრომისებს, ნიკოლაძე განაგრძობდა მუშაობას, აშენებდა, რეფორმირებდა, იბრძოდა. და როდესაც მიხვდა, რომ ბრძოლა წაგებულია, მან არ გაიქცა, არ დაიწყო საჯარო სკანდალი. მან უბრალოდ გადადგა, ისე რომ მისმა წასვლამ არ დააზიანა ის, რისთვისაც იბრძოდა. ეს არის ის ტიპის ლიდერობა, რომელიც დღეს თითქმის გადაშენებულია, უანგარო, პრინციპული, მზად საკუთარი კარიერის მსხვერპლად შეწირვისთვის, თუ ეს ემსახურება უფრო დიდ მიზანს. მაგრამ აქ ჩნდება ბოლო, ყველაზე მტკივნეული კითხვა, იყო თუ არა ეს მსხვერპლი გამართლებული. გადაარჩინა თუ არა ნიკოლაძემ ფოთი თავისი გადადგომით, თუ პირიქით, მისი წასვლა იყო დასაწყისი იმისა, რაც მოგვიანებით მოხდა, პორტის განვითარების შეფერხება, კორუფციის დაბრუნება, ყველა იმ რეფორმის თანდათანობითი დემონტაჟი, რისთვისაც ის იბრძოდა. და თუ მან იცოდა, რომ ასე მოხდებოდა, მაინც გადადგებოდა, თუ დარჩებოდა და იბრძოლებდა ბოლომდე, იმის მიუხედავად, რომ ბრძოლა წაგებული იყო. 1912 წლის გაზაფხულზე, როდესაც ნიკოლაძე უკვე დატოვებდა ფოთს, ერთმა ადამიანმა, მისმა ყოფილმა მდივანმა, გიორგი ჭკონიამ, პირველად ისაუბრა იმაზე, რაც მან 15 წლის განმავლობაში დაინახა ნიკოლაძის კაბინეტში. ბოლო 6 თვის განმავლობაში იხსენებდა ჭკონია 10 წლეულების შემდეგ, ხმა ჯერ კიდევ კანკალებდა, ის ყოველდღიურად შემოდიოდა ოფისში 2 საათით ადრე, ვიდრე ჩვეულებრივ. არ ესალმებოდა არავის. იჯდა თავის მაგიდასთან და კითხულობდა ევროპული ბანკებიდან მოსულ წერილებს. ერთხელ შევედი და ვნახე, რომ ის ტიროდა, ჩუმად, ისე რომ ცრემლები მხოლოდ ლოყებზე ჩამოსდიოდა, სახე კი უძრავი ჰქონდა. მე დავდექი კარში, არ ვიცოდი უნდა შემესულა თუ გამესულა. მან თავი აიღო, დამინახა და მითხრა, გიორგი, თუ მე ახლა წავალ, ლონდონის ბანკი შეაჩერებს დაფინანსებას. მაგრამ თუ დავრჩები და სკანდალი გაგრძელდება, ისინი მაინც შეაჩერებენ. ამიტომ მე უნდა წავიდე ისე, რომ ჩანდეს, პრობლემა მე ვიყავი, არა ფოთი. მხოლოდ ასე გადავარჩენ პორტს, მე ვკითხე, მაგრამ ხომ ეს უსამართლობაა, და მან მიპასუხა, სამართლიანობა არის ფუფუნება, რომელიც მხოლოდ ძლიერებს შეუძლიათ. ჩვენ ვართ სუსტები, გიორგი. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ პრაგმატულები, ეს ისტორია არასოდეს გამოქვეყნებულა ოფიციალურ დოკუმენტებში. ჭკონია მის მხოლოდ 1921 წელს, თავის სიკვდილის საწოლზე, უამბო ისტორიკოს ეკატერინე გაბაშვილს. მაგრამ ეს ამბავი ხსნის იმას, რაც არც ერთ საჩივარში, არც ერთ სარევიზიო დასკვნაში არ არის, ნიკოლაძე არ იყო დამარცხებული პოლიტიკოსი, რომელიც გაიქცა პასუხისმგებლობისგან. ის იყო კაცი, რომელმაც გააკეთა ყველაზე რთული არჩევანი, შეწირა საკუთარი რეპუტაცია, რათა გადაერჩინა ის. რისთვისაც იბრძოდა? მაგრამ რატომ არავინ ამბობდა ამაზე საჯაროდ? რატომ დარჩა ეს ისტორია ფარულად თითქმის 100 წლის განმავლობაში? და რა ფასი გადაიხადა ნიკოლაძის ოჯახმა ამ ჩუმი მსხვერპლისთვის? ნიკოლაძის ცოლი, ოლღა კიროვნა, რუსი არისტოკრატი ქალი, რომელმაც დატოვა პეტერბურგის სალონები და მოვიდა ფოთის ჭაობებში, რადგან შეუყვარდა კაცი, რომელსაც ოცნება ჰქონდა. მთელი თავისი ქორწინების განმავლობაში ის იყო ჩრდილში, არ ესწრებოდა ოფიციალურ ღონისძიებებს, არ იძლეოდა ინტერვიუებს, არ ერეოდა პოლიტიკაში. მაგრამ მისი პირადი დღიური, რომელიც შემორჩა ოჯახის არქივში და მხოლოდ 2000 წელს გახსნეს მკვლევარებისთვის, ავლენს სრულიად სხვა ისტორიას. 1911 წლის ოქტომბერში ის წერს, ნიკო აღარ ძინავს. ღამით ის დგება დადის ოთახში, ხელები ზურგზე აქვს შეკრული და ჩუმად ლაპარაკობს თავის თავთან. მე ვიცი, რაზე ფიქრობს, ის ითვლის რიცხვებს.
რამდენი ადამიანი დაკარგავს სამუშაოს, თუ პორტის მშენებლობა შეჩერდება? რამდენი ოჯახი დაბრუნდება სიღარიბეში? რამდენი ბავშვი ვეღარ იარებს სკოლაში, რომელიც მან ააშენა? ის არ ფიქრობს საკუთარ თავზე, არასოდეს ფიქრობდა. ის ფიქრობს იმ ადამიანებზე, რომლებიც მას ენდობიან. და ეს კლავს მას უფრო მეტად, ვიდრე ნებისმიერი ბრალდება. ნოემბერში, დღეს მოვიდა წერილი ლონდონიდან. ბანკი ითხოვს განმარტებებს პოლიტიკური არასტაბილურობის შესახებ ფოთში. ნიკო წაიკითხა წერილი, ჩუმად დაკეცა და ჩადო უჯრაში. შემდეგ გავიდა ბაღში და იქ იდგა 2 საათის განმავლობაში, უბრალოდ იდგა, უყურებდა ზღვას. როდესაც დაბრუნდა მითხრა, ოლღა მე უნდა წავიდე. თუ დავრჩები ისინი ფიქრობენ, რომ ფოთი არასტაბილურია. მაგრამ თუ წავალ და ახალი ადამიანი მოვა, ისინი ფიქრობენ, პრობლემა მოგვარდა, მე ვკითხე, მაგრამ ხომ ეს ტყუილია და მან მიპასუხა, დიახ. მაგრამ ზოგჯერ ტყუილი არის ერთადერთი გზა, რომ გადაარჩინო სიმართლე. ოლღას დღიური ასევე ავლენს იმას, რაც არც ერთ ისტორიულ წიგნში არ არის. ნიკოლაძის ოჯახი იყო შეთქმულების პირველი მსხვერპლი, ბევრად უფრო ადრე, ვიდრე თავად ნიკოლაძე. 1911 წლის აგვისტოში, როდესაც სარევიზიო კომისია ფოთში ჩამოვიდა, ნიკოლაძის ქალიშვილი, ნინო, რომელიც სწავლობდა თბილისის გიმნაზიაში, უეცრად დაბრუნდა სახლში. ოლღა წერს, ნინო შემოვიდა ცრემლებში. მან თქვა, რომ გიმნაზიაში მასწავლებელმა საჯაროდ უთხრა, შენი მამა არის ქურდი, რომელმაც ფოთი გაძარცვა, სხვა გოგონები იცინოდნენ. ნინომ დატოვა კლასი და აღარ დაბრუნდა. ის თხრა, რომ აღარ წავა სკოლაში არასოდეს. ნიკო ცდილობდა ესაუბრა, მაგრამ ნინო ყვიროდა, რატომ არ იცავ საკუთარ თავს? რატომ ნებას რთავ ასე ელაპარაკონ შენზე? და ნიკო მხოლოდ ჩუმად იჯდა, თავი ჩამოხრილი ჰქონდა. შემდეგ ნელა თქვა, იმიტომ რომ თუ მე დავიწყებ საჯარო ბრძოლა, ეს გახდება სკანდალი. და სკანდალი დააზიანებს ფოთს. ნინო, შენ ერთ დღეს გაიგებ, ზოგჯერ ჩუმად ყოფნა არის ყველაზე რთული ბრძოლა, მაგრამ ნინო არ გაიგო. ის გაიქცა თავის ოთახში და კარი დაკეტა. მთელი ღამე ვიგონებდი, როგორ ტიროდა. ნინო ნიკოლაძე არასოდეს დაბრუნებულა გიმნაზიაში. ის დარჩა სახლში, იზოლირებული, შეურაცხყოფილი, გატეხილი, არა მამის ბრალდებებით, არამედ იმით, რომ მამა არ იბრძოდა უკან. მან ვერ გაიგო, რომ მამის ჩუმად ყოფნა არ იყო სისუსტე, ეს იყო სტრატეგია. მაგრამ როგორ უნდა ახსნა ეს 16 წლის გოგონასთვის, რომელიც ხედავს, როგორ ანგრევენ მამის რეპუტაციას და მამა არაფერს აკეთებს. ოლღას დღიურის ყველაზე მტკივნეული ჩანაწერი თარიღდება 1912 წლის აპრილით, იმ თვით, როდესაც ნიკოლაძე გადადგა. დღეს ნიკომ ჩააბარა თავისი კაბინეტი. მე ვიყავი იქ, ის მithხოვა მხოლოდა. როდესაც ის ბოლოჯერ გავიდა იმ კაბინეტიდან, სადაც 15 წელი გაატარა, ის გაჩერდა კარში და უკან მოიხედა. მე ველოდი, რომ რამე თქმოდა ნებისმიერ რამეს. მაგრამ ის მხოლოდ იდგა და უყურებდა. შემდეგ ჩუმად თქვა, ოლღა, ამ ოთახში მე ვიფიქრე, რომ შემიძლია შევცვალო ყველაფერი. ახლა ვიცი, შეიძლება შეცვალო ბევრი რამ, მაგრამ ვერასოდეს შეცვლი ადამიანების ბუნებას. ისინი ყოველთვის აირჩევენ პირად სარგებელს საერთო კეთილდღეობაზე. ყოველთვის, და მაშინ მე პირველად ვიგრძენი, რომ ის არ არის გულგატეხილი იმით, რომ წააგო, ის გულგატეხილია იმით, რომ ადამიანები, რომლებისთვისაც იბრძოდა, არ იბრძოდნენ მისთვის. ეს ჩანაწერი ავლენს იმას, რაც არც ერთ ოფიციალურ დოკუმენტში არ ჩანს. ნიკოლაძის ტრაგედია არ იყო პოლიტიკური დამარცხება. ის იყო ფილოსოფიური კრიზისი, მომენტი, როდესაც კაცი, რომელიც მთელი ცხოვრება სწამდა, რომ გონიურულობა და შრომა იმარჯვებს კორუფციასა და ეგოიზმზე, გაიგო, ეს არ არის მართალი. ადამიანები არ არიან გონიურული არსებები, რომლებიც აირჩევენ საერთო კეთილდღეობას. ისინი არიან შიშით და სიხარბით მოტივირებული არსებები, რომლებიც აირჩევენ პირად სარგებელს ყოველთვის, გარდა იმ იშვიათი მომენტებისა, როდესაც ვიღაც ლიდერი ძალით აიძულებს მათ, იფიქრონ უფრო ფართოდ. მაგრამ როდესაც ეს ლიდერი წავა, ისინი დაბრუნდებიან თავიანთ ბუნებაში, როგორც მდინარე, რომელიც დაბრუნდება თავის კალაპოტში, როგორც კი კაშხალი მოიშლება. მაგრამ ოლღას დღიური ასევე ავლენს რაღაც სხვას, რაღაც, რაც ნიკოლაძეს თავად არასოდეს უთქვამს საჯაროდ, მაგრამ რაც ხსნის მის ბოლო გადაწყვეტილებას. 1912 წლის მარტში, ერთი თვით ადრე, ვიდრე გადადგებოდა, ნიკოლაძემ მიიღო წერილი, არაოფიციალური, არამედ პირადი ხელნაწერი წერილი ლონდონიდან. ოლღა წერს, დღეს ნიკომ მაჩვენა წერილი, რომელიც მან მიიღო ბანკირისგან, რომელიც აფინანსებს პორტის მშენებლობას. წერილში ეწერა, ბატონო ნიკოლაძე, ჩვენ გვესმის, რომ თქვენს წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიკური კამპანია.
ჩვენ ვიცით, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა, ჩვენი აუდიტორები შეამოწმეს თქვენი ფინანსური ანგარიშები და ისინი იდეალურია. მაგრამ ჩვენ ასევე ვიცით, რომ რუსეთის იმპერიაში პოლიტიკა არ არის ფაქტების საკითხი, ეს არის აღქმის საკითხი. და თუ აღქმა არის, რომ ფოთი არასტაბილურია, ჩვენი აქციონერები მოითხოვენ, შევაჩეროთ დაფინანსება. ჩვენ არ გვინდა ეს. მაგრამ ჩვენ ვართ ბიზნესმენები, არა ფილანტროპები. ამიტომ ჩვენ გთავაზობთ, თუ თქვენ გადადგებით და ახალი, პოლიტიკურად ნეიტრალური ადამიანი დაინიშნება, ჩვენ განვაგრძობთ დაფინანსებას. მაგრამ თუ თქვენ დარჩებით და სკანდალი გაგრძელდება, ჩვენ იძულებულნი ვიქნებით, შევაჩეროთ ყველაფერი. ნიკო წაიკითხა ეს წერილი ხმამაღლა და შემდეგ თქვა, ოლღა, ისინი მართალი არიან. ისინი არ არიან ჩემი მოწინააღმდეგეები, ისინი უბრალოდ იცავენ თავიანთ ინვესტიციას. და თუ მე ვარ საფრთხე ამ ინვესტიციისთვის, მაშინ მე უნდა წავიდე, მე ვკითხე, მაგრამ ხომ ეს ნიშნავს, რომ შენი მოწინააღმდეგეები მოიგეს და მან მიპასუხა, არა. ეს ნიშნავს, რომ მე ვირჩევ ფოთს ჩემს ეგოზე. და ეს არის ერთადერთი გამარჯვება, რომელიც მე შემიძლია მივიღო. ეს წერილი ხსნის იმას, რაც ბევრმა ისტორიკოსმა ვერ გაიგო, რატომ გადადგა ნიკოლაძე ისე მშვიდად, ისე უპროტესტოდ. ის არ იყო დამარცხებული კაცი, რომელიც გაიქცა. ის იყო კაცი, რომელმაც გააკეთა რაციონალური გამოთვლა. მისი დარჩენა ნიშნავდა პორტის დაფინანსების შეჩერებას, რაც ნიშნავდა ათასობით ადამიანის უმუშევრობას, რაც ნიშნავდა ფოთის დაბრუნებას იმ მდგომარეობაში, სადაც ის 1894 წელს იყო. მისი წასვლა ნიშნავდა, რომ პორტი გადარჩებოდა, თუნდაც სხვა ადამიანის ხელმძღვანელობით, თუნდაც ნელი ტემპით, თუნდაც კორუფციის ნაწილობრივი დაბრუნებით. მაგრამ გადარჩებოდა. და ნიკოლაძისთვის ეს იყო საკმარისი. ის არ იბრძოდა პირადი დიდებისთვის, ის იბრძოდა პროექტისთვის. და როდესაც მან გაიგო, რომ პროექტის გადარჩენა მოითხოვდა მის პირად მსხვერპლს, მან არ დააყოვნა. მაგრამ აქ ჩნდება ყველაზე მტკივნეული კითხვა, იყო თუ არა ეს მსხვერპლი გამართლებული. გადაარჩინა თუ არა ნიკოლაძემ ფოთი, თუ პირიქით მისი წასვლა იყო დასაწყისი იმისა, რაც მოხდა შემდეგ. 1912 წლის მაისში, ერთი თვის შემდეგ ნიკოლაძის გადადგომისა, ფოთის ახალქალაქის თავად დაინიშნა პეტრე ჯავახიშვილი, ადგილობრივი აზნაური, რომელიც არ ჰქონდა არანაირი გამოცდილება მუნიციპალურ მართვაში, მაგრამ ჰქონდა ძალიან კარგი კავშირები თბილისში. მისი პირველი გადაწყვეტილება იყო, გააუქმა ნიკოლაძის მიერ დაწესებული მკაცრი საგადასახადო კონტროლი ადგილობრივ ვაჭრებზე. მეორე გადაწყვეტილება, დაუბრუნა პორტის მიმდებარე მიწების პრივატიზაციის უფლება, ის მიწები, რომლებიც ნიკოლაძემ ქალაქის საკუთრებაში დატოვა. მესამე გადაწყვეტილება, შეაჩერა ელექტროფიკაციის გაფართოების პროგრამა, რომელიც ნიკოლაძემ დაგეგმა, რადგან ეს არის ზედმეტი ფუფუნება და ქალაქს სჭირდება ფოკუსირება ძირითად საჭიროებებზე. ოლღა ნიკოლაძე წერს თავის დღიურში, ნიკო კითხულობს გაზეთებს, სადაც წერია ჯავახიშვილის რეფორმებზე და ჩუმად იცინის ისეთი ცინიკური, მწარე სიცილი, რომელიც მას არასოდეს მსმენია. მე ვკითხე, რაზე იცინი და მან მიპასუხა, იმაზე, რომ მე ვიფიქრე, რომ თუ წავალ, ისინი მაინც გააგრძელებენ ჩემს საქმეს. მაგრამ ისინი არ აგრძელებენ, ისინი ანგრევენ. და ყველაზე საშინელი არის ის, რომ ხალხი არ ხედავს ამას. ხალხი ფიქრობს, ახლა ყველაფერი უკეთესი იქნება, რადგან გადასახადები დაბალია. მაგრამ ისინი არ ხედავენ, რომ ეს დაბალი გადასახადები ნიშნავს, რომ ქალაქს აღარ ექნება ფული სკოლების, საავადმყოფოების, ქუჩების შესანარჩუნებლად. ისინი ხედავენ მხოლოდ დღევანდელ სარგებელს, არა ხვალინდელ ზარალს. და ეს არის ის, რაც ყოველთვის ხდება, ადამიანები აირჩევენ მოკლევადიან სიამოვნებას გრძელვადიან კეთილდღეობაზე. ნიკოლაძის პროგნოზი აღმოჩნდა სწორი, საშინლად სწორი. 1914 წლისთვის 2 წლის შემდეგ მისი გადადგომისა, ფოთის ბიუჯეტი იყო დეფიციტში. პორტის მშენებლობა გრძელდებოდა, მაგრამ ნელი ტემპით, ლონდონის ბანკი კვლავ აფინანსებდა პროექტს, მაგრამ უკვე ითხოვდა უფრო მაღალ პროცენტს, რადგან პოლიტიკური რისკი გაიზარდა. ელექტროფიკაცია შეჩერდა, ახალი უბნები აღარ ერთვებოდა ქსელში. სკოლები, რომლებიც ნიკოლაძემ ააშენა, იწყებდნენ დახურვას, არ იყო ფული მასწავლებლების ხელფასებისთვის. და ყველაზე საშინელი, კორუფცია ბრუნდებოდა, არა ღიად, არამედ ჩუმად როგორც ჭაობის წყალი, რომელიც ნელ-ნელა ავსებს ყველა ნაპრალს, რომელიც ნიკოლაძემ ცემენტით შეავსო. ოლღა წერს, ნიკო აღარ კითხულობს გაზეთებს ფოთის შესახებ. როდესაც ვკითხე რატომ, მან თქვა, იმიტომ რომ მე ვიცი რა ხდება. და მე არაფერი შემიძლია გავაკეთო.
ყველაზე საშინელი გრძნობა არ არის უძლურება, ეს არის უძლურება, როდესაც იცი, რომ მართალი ხარ. ეს ჩანაწერი ავლენს ნიკოლაძის ბოლო წლების ტრაგედიას. ის იყო კაცი, რომელიც იცოდა, რომ მისი მსხვერპლი იყო ამაო, არა იმიტომ, რომ მან არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, არამედ იმიტომ, რომ სისტემა, რომელსაც ის ებრძოდა, იყო ძლიერი ვიდრე ნებისმიერი ინდივიდუალური ლიდერი. ის შეძლო ააშენა ფოთი, მაგრამ ვერ შეძლო შეცვალა ადამიანების ბუნება. და როდესაც ის წავიდა, ადამიანები დაბრუნდნენ თავიანთ ბუნებაში. მაგრამ ნიკოლაძის ისტორიაში არსებობს ერთი დეტალი, რომელიც იძლევა იმედს, თუნდაც მწარე, პარადოქსული იმედს. 1921 წელს, 9 წლის შემდეგ მისი გადადგომისა, როდესაც ნიკოლაძე უკვე გარდაცვლილი იყო, ფოთში მოხდა რაღაც უჩვეულო. ახალგაზრდა ინჟინრების ჯგუფმა, ადამიანებმა, რომლებიც ბავშვები იყვნენ, როდესაც ნიკოლაძე მართავდა ქალაქს, მაგრამ რომლებიც გაიზარდნენ იმ სკოლებში, რომლებიც მან ააშენა, იმ ქუჩებში, რომლებიც მან გაანათა, დაიწყო საჯარო კამპანია ნიკოლაძის მემორიალის აშენებისთვის. ისინი წერდნენ, ჩვენ ვართ თაობა, რომელიც არ იცნობდა ნიკოლაძეს პირადად, მაგრამ ცხოვრობთ იმ ქალაქში, რომელიც მან ააშენა. და ჩვენ ვხედავთ განსხვავებას, ვხედავთ, როგორია ქალაქი, რომელსაც აქვს ხედვის მქონე ლიდერი, და როგორია ქალაქი, რომელსაც აქვს მხოლოდ მენეჯერები. ნიკოლაძე არ იყო მენეჯერი, ის იყო მშენებელი. და ჩვენ ვალში ვართ მის წინაშე, ეს კამპანია ვერ მოიგო, ადგილობრივმა ხელისუფლებამ უარი თქვა მემორიალის აშენებაზე, რადგან ნიკოლაძე არის კონტროვერსიული ფიგურა. მაგრამ თავად ფაქტი, რომ ახალგაზრდებმა სცადეს, აჩვენებს რაღაცას მნიშვნელოვანს. ნიკოლაძის ნამდვილი მემკვიდრეობა არ იყო შენობები, რომლებიც მან ააშენა, ისინი შეიძლება დაინდრეს. მისი მემკვიდრეობა იყო იდეა, რომ შესაძლებელია სხვაგვარად ცხოვრება, რომ შესაძლებელია მმართველობა, რომელიც ემსახურება ხალხს, არა პირად ინტერესებს, რომ შესაძლებელია ბრძოლა კორუფციასთან და გამარჯვება, თუნდაც დროებით, თუნდაც ფასად, რომელიც ძალიან მაღალია. და ეს იდეა გადარჩა არა დოკუმენტებში, არა ოფიციალურ ისტორიაში, არამედ იმ ადამიანების მეხსიერებაში, რომლებმაც იცხოვრეს იმ ქალაქში, რომელიც ნიკოლაძემ შექმნა და იცოდნენ, შეიძლება უკეთესად. დღეს, როდესაც ვკითხულობთ ნიკოლაძის ისტორიას, ვხედავთ არა მხოლოდ პოლიტიკურ ტრაგედიას, ვხედავთ ადამიანურ ტრაგედიას. კაცი, რომელმაც შესწირა ყველაფერი, თავისი რეპუტაცია, თავისი კარიერა, თავისი ოჯახის სიმშვიდე იმისთვის, რომ გადაერჩინა ის, რისთვისაც იბრძოდა. და შემდეგ უყურებდა, როგორ ინგრეოდა ეს ყველაფერი, ნელ-ნელა, დღითიდღე, როგორც ქვიშის ციხე ზღვის ტალღებში. მან ვერ შეძლო შეცვალა სისტემა, რადგან სისტემა არ იყო მხოლოდ ინსტიტუციები, ეს იყო ადამიანების ბუნება, მათი შიში, მათი სიხარბე, მათი მოკლევადიანი აზროვნება. მაგრამ მან შეძლო აჩვენა, რომ შესაძლებელია სხვაგვარად, თუნდაც მოკლე დროით, თუნდაც ფასად, რომელიც თითქმის აუტანელია. და ეს, შესაძლოა, არის ერთადერთი გამარჯვება, რომელიც ნებისმიერ ლიდერს შეუძლია მიაღწიოს სისტემაში, რომელიც აგებულია მის წინააღმდეგ, არა სისტემის შეცვლა, არამედ მაგალითის ჩვენება, მაგალითი, რომელიც გადარჩება მეხსიერებაში და ერთ დღეს, შესაძლოა, შთააგონებს სხვა ადამიანს, სადოს ისევ. მაგრამ აქ რჩება ბოლო, ყველაზე მტკივნეული კითხვა, ღირდა თუ არა ეს მსხვერპლი? ღირდა თუ არა ნიკოლაძის ოჯახის ტანჯვა, მისი პირადი ტრაგედია, მისი ბოლო წლების უიმედობა იმისთვის, რომ დატოვოს მაგალითი, რომელიც შესაძლოა, არასოდეს არ გამოიყენება. თუ ის იცოდა, რომ ასე დასრულდებოდა, მაინც გააკეთებდა იმავე არჩევანს. და თუ ჩვენ დღეს ვიცით მისი ისტორია, რას ვირჩევთ ჩვენ? 1912 წლის თებერვალში 2 თვით ადრე ნიკოლაძის გადადგომამდე ფოთის მერიის შენობაში მოხდა რაღაც, რაც არასოდეს ჩაწერილა არც ერთ ოფიციალურ დოკუმენტში. გვიან საღამოს, როდესაც ყველა თანამშრომელი უკვე წასული იყო, შენობაში შევიდნენ 6 ადამიანი. ისინი არ იყვნენ ერთად, ისინი შემოდიოდნენ ცალ-ცალკე 15 წუთის ინტერვალით სხვადასხვა შესასვლელიდან. ერთ-ერთი იყო ნიკოლაძის პირადი მდივანი. მეორე, მთავარი ბუღალტერი. მესამე, პორტის მშენებლობის ხელმძღვანელი. მეოთხე, ქალაქის ექიმი. მეხუთე, უშიშროების უფროსი. მეექვსე, ნიკოლაძის ძმისშვილი, რომელიც მუშაობდა საკრებულოში. ეს იყვნენ ადამიანები, რომლებმაც იცოდნენ ყველაფერი, ყველა ფინანსური დოკუმენტი, ყველა სამედიცინო ჩანაწერი, ყველა პოლიტიკური საიდუმლო, ყველა შეთქმულების დეტალი. ისინი იყვნენ ნიკოლაძის შინაგანი წრე, ადამიანები, რომლებსაც შეეძლოთ მისი დაცვა ან მისი განადგურება ერთი სიტყვით. იმ საღამოს ისინი შეიკრიბნენ, რათა მიეღოთ გადაწყვეტილება, რას იტყვიან სარევიზიო კომისიისთვის, როდესაც მათ დაიწყებენ დაკითხვას. და ეს გადაწყვეტილება განსაზღვრავდა ნიკოლაძის ბედს. მაგრამ რა მოხდა იმ შეხვედრაზე? რა თქვეს ერთმანეთს ეს 6 ადამიანი?
და რატომ, როდესაც კომისია ჩამოვიდა, მათგან ორმა თქვა ერთი, ორმა სხვა, ხოლო ორმა საერთოდ უარი თქვა ჩვენებაზე? რა მოხდა იმ ღამეს, რამაც გაანადგურა ბოლო შანსი ნიკოლაძის გადასარჩენად? ერთადერთი ადამიანი, რომელმაც ოდესმე ისაუბრა ამ შეხვედრაზე, იყო ქალაქის ექიმი დავით ჯიქია. ის გააკეთა ეს 1935 წელს, სიკვდილის საწოლზე, როდესაც უკვე არაფერი ჰქონდა დასაკარგი. მან თქვა, ჩვენ შევედით იმ ოთახში როგორც 6 ადამიანი, რომლებიც ერთმანეთს ვენდობოდით. გავედით როგორც 6 უცხო, რომლებიც ერთმანეთს ეშინოდნენ. რა მოხდა იმ 2 საათში? მოხდა ის, რაც ყოველთვის ხდება, როდესაც ადამიანები ირჩევენ საკუთარ თავსა და საერთო საქმეს შორის, ისინი იწყებენ მოლაპარაკებას საკუთარ სინდისთან. და ყველა მოლაპარაკება იწყება ერთი და იმავე ფრაზით, მაგრამ რა შემიძლია გავაკეთო მე ერთმა? ჯიქია იხსენებდა, რომ შეხვედრა დაიწყო ერთსულოვნებით, ყველა ეთანხმებოდა, რომ ისინი უნდა დაეცვათ ნიკოლაძე, რომ ისინი უნდა ეთქვათ სიმართლე კომისიისთვის, რომ ისინი უნდა წარედგინათ ყველა დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ბრალდებები უსაფუძვლო იყო. მაგრამ შემდეგ ვიღაცამ ჯიქია არ ახსოვდა ვინ თქვა, მაგრამ თუ ჩვენ ვიტყვით სიმართლეს და კომისია მაინც დაასკვნის, რომ ნიკოლაძე დამნაშავეა, მაშინ ჩვენ ყველანი ჩავერთვებით სკანდალში. ჩვენ ყველანი დავკარგავთ სამსახურს. ჩვენ ყველანი გავხდებით ეჭვმიტანილები და ეს ერთი ფრაზა შეცვალა ყველაფერი. ჯიქია იხსენებდა, რომ შემდეგ 2 საათის განმავლობაში ისინი არ საუბრობდნენ იმაზე, როგორ დაეცვათ ნიკოლაძე. ისინი საუბრობდნენ იმაზე, როგორ დაეცვათ საკუთარი თავი. ყოველი მათგანი იწყებდა გამოთვლას, რა მოხდება, თუ მე ვიტყვი სიმართლეს და სხვები არა. რა მოხდება, თუ მე დავრჩები ერთგული და კომისია მაინც დაასკვნის, რომ ნიკოლაძე დამნაშავეა. რა მოხდება ჩემს ოჯახთან, ჩემს შვილებთან, ჩემს მომავალთან? და რაც უფრო მეც ფიქრობდნენ, მით უფრო ნათელი ხდებოდა, ნიკოლაძე უკვე წაგებული იყო. კომისია უკვე მოსულიყო დასკვნით არა იმისთვის, რომ გამოეძიებინა სიმართლე, არამედ იმისთვის, რომ დაემტკიცებინა ბრალდებები. და თუ ნიკოლაძე წაგებული იყო, მაშინ ერთადერთი კითხვა იყო, ვინ წაიყვანდა მასთან? ვინ გახდებოდა თანამზრახველი? ვინ დაკარგავდა ყველაფერს იმისთვის, რომ დაეცვა კაცი, რომელსაც ვერ გადაარჩენდა? ჯიქია თქვა, ჩვენ ვიყავით მშრალები. ჩვენ არ ვიყავით ბოროტი ადამიანები, ჩვენ უბრალოდ ვიყავით შეშინებული ადამიანები. და შიში არის ყველაზე ძლიერი მოტივატორი, ძლიერი ვიდრე ერთგულება, ძლიერი ვიდრე პრინციპები, ძლიერი ვიდრე სიყვარული. შიში გაგაგებინებს, რომ შენ არ ხარ გმირი. და როდესაც ეს გაიგებ, შენ იწყებ მოლაპარაკებას საკუთარ სინდისთან. იმ შეხვედრის ბოლოს 6 ადამიანი დაეთანხმნენ შემდეგს, ისინი არ იტყოდნენ ტყუილს, ეს იქნებოდა ძალიან საშიში, რადგან ტყუილი შეიძლება გამოვლენილიყო. მაგრამ ისინი ასევე არ იტყოდნენ სრულ სიმართლეს, ისინი იტყოდნენ ნეიტრალურ სიმართლეს, სიმართლეს, რომელიც არც ნიკოლაძეს დაიცავდა, არც მათ თავს საფრთხეში ჩააგდებდა. ისინი პასუხობდნენ მხოლოდ იმ კითხვებზე, რომლებსაც კომისია დასვამდა და არაფერს მეტს. ისინი არ წარმოადგენდნენ დოკუმენტებს, რომლებსაც კომისია არ მოითხოვდა. ისინი არ ახსენებდნენ კონტექსტს, რომელიც ნიკოლაძის გადაწყვეტილებებს გაამართლებდა. ისინი იქნებოდნენ კორექტული, თანამშრომლობითი, მაგრამ არა ერთგული. და ეს იყო ყველაზე ეფექტური ღალატი, რომელიც არ ჩანდა როგორც ღალატი, არამედ როგორც პროფესიონალიზმი. ჯიქია თქვა, ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ჩვენ ვიყავით ჭკვიანები. ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ჩვენ ვიპოვეთ გზა, როგორ გადაგვერჩინა საკუთარი თავი მსხვერპლად გაქცევისგან. მაგრამ რეალურად ჩვენ უბრალოდ ვიყავით მშრალები, რომლებმაც ვიპოვეთ გზა, როგორ გავამართლოთ საკუთარი მშრალობა, და როდესაც ისინი გავიდნენ იმ ოთახიდან, ისინი აღარ უყურებდნენ ერთმანეთს თვალებში. რადგან ისინი იცოდნენ, რომ ახლა ისინი იყვნენ თანამზრახველები არა ნიკოლაძის დაცვაში, არამედ მის მიტოვებაში. მაგრამ იყო ერთი ადამიანი იმ 6-დან, რომელმაც არ დაიცვა ეს შეთანხმება. ნიკოლაძის ძმისშვილმა გიორგი ნიკოლაძემ, როდესაც კომისიამ დაიწყო მისი დაკითხვა, წარმოადგინა ყველა დოკუმენტი, არა მხოლოდ ის, რაც კომისიამ მოითხოვა, არამედ ყველა დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებდა ნიკოლაძის უდანაშაულობას. მან ახსნა ყველა გადაწყვეტილების კონტექსტი. მან დაასახელა ყველა ადამიანი, რომელიც იდგა შეთქმულების უკან. მან თქვა ყველაფერი, რაც იცოდა. და კომისიამ მოусმინა მას ყურადღებით ჩაიწერა ყველაფერი, მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და შემდეგ დაასკვნა, რომ მისი ჩვენება იყო ემოციური და არაობიექტური, რადგან ის არის ნიკოლაძის ნათესავი და აშკარად მიკერძოებული. გიორგი ნიკოლაძე დაითხოვეს სამსახურიდან 1 კვირის შემდეგ, არაოფიციალურად ნიკოლაძის დაცვისთვის, არამედ შტატების შემცირების გამო. მან ვერ იპოვა სხვა სამსახური ფოთში, არავინ აიყვანდა ნიკოლაძის ადამიანს.
მან გადაინაცვლა თბილისში, სადაც მუშაობდა უბრალო კლერკად და არასოდეს დაბრუნებულა ფოთში. ჯიქია თქვა, გიორგი იყო ერთადერთი ჩვენგანი, რომელმაც გააკეთა სწორი არჩევანი. და ის იყო ერთადერთი, რომელიც დაისაჯა. ეს არის ის, რასაც სისტემა გასწავლის, არა იმას, რომ იყო კეთილი, არამედ იმას, რომ არ იყო სულელი. მაგრამ რატომ არ იბრძოდა თავად ნიკოლაძე? რატომ არ გამოვიდა საჯაროდ, არ დაასახელა ის ადამიანები, რომლებიც იდგნენ შეთქმულების უკან, არ წარმოადგინა ყველა დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებდა მის უდანაშაულობას? პასუხი მდებარეობს იმაში, რაც მოხდა 1911 წლის დეკემბერში, 2 თვით ადრე იმ ფარული შეხვედრისა, რომელზეც 6 ადამიანმა გადაწყვიტა არ დაეცვათ ნიკოლაძე. იმ თვეში ნიკოლაძეს ჰქონდა ვიზიტორი, რომელიც არ დარეგისტრირებულა არც ერთ ოფიციალურ ჟურნალში, რომელიც შემოვიდა გვიან საღამოს უკანა შესასვლელიდან და რომელთან შეხვედრა გაგრძელდა 3 საათის განმავლობაში. ეს ვიზიტორი იყო ადამიანი თბილისიდან, მაღალჩინოსანი, რომლის სახელი არასოდეს გამჟღავნებულა, მაგრამ რომლის ვიზიტის შესახებ იცოდა ნიკოლაძის უშიშროების უფროსმა, რადგან ის პირადად უზრუნველყოფდა ამ შეხვედრის კონფიდენციალურობას. 10 წლეულების შემდეგ უშიშროების უფროსმა, რომელიც იმ დროისთვის უკვე პენსიაზე იყო, უამბო ერთ ჟურნალისტს, მე არ ვიცოდი, რაზე საუბრობდნენ. მაგრამ როდესაც ვიზიტორი გავიდა, ნიკოლაძე იჯდა თავის მაგიდასთან, თავი ხელებში ჩაკიდებული ჰქონდა და არ მოძრაობდა. მე შევედი და ვკითხე, ყველაფერი რიგზეა თუ არა. მან თავი აიღო და მითხრა, ყველაფერი დასრულდა, მე ვკითხე, რა დასრულდა და მან მიპასუხა, ბრძოლა. მე შემომთავაზეს არჩევანი, ან წავალ ჩუმად, ან დავრჩები და ისინი გააკეთებენ ისე, რომ არა მხოლოდ მე, არამედ ყველა ჩემი ადამიანი დაისაჯება. ყველა, ვინც ოდესმე მუშაობდა ჩემთან, ყველა, ვინც ოდესმე მხარს მიჭერდა, ყველა, ვინც ოდესმე იცავდა ჩემს გადაწყვეტილებებს, ისინი ყველანი გახდებიან ეჭვმიტანილები. ისინი ყველანი დაკარგავენ სამსახურს. ისინი ყველანი გახდებიან პარიები. და ეს არ არის მუქარა, ეს არის დაპირება. ეს იყო ის მომენტი, როდესაც ნიკოლაძემ გაიგო, რომ ის არ იბრძოდა მხოლოდ ადგილობრივ ოპოზიციასთან, ის იბრძოდა სისტემასთან, რომელსაც ჰქონდა უსასრულო რესურსები და არანაირი პრინციპები. სისტემა, რომელიც არ აინტერესებდა სიმართლე ან სამართლიანობა, მას აინტერესებდა მხოლოდ კონტროლი. და ნიკოლაძე, თავისი ყველა ინტელექტით, ყველა გამოცდილებით, ყველა მიღწევით, იყო მხოლოდ ერთი ადამიანი. ის შეეძლო იბრძოლა და დაკარგა არა მხოლოდ საკუთარი თავი, არამედ ყველა ადამიანი, რომელიც მას ენდობოდა. ან შეეძლო წასულიყო ჩუმად და გადაერჩინა ისინი. უშიშროების უფროსმა თქვა, მე ვკითხე, მაგრამ ხომ ეს შანტაჟია და მან მიპასუხა, დიახ. მაგრამ შანტაჟი მუშაობს არა იმიტომ, რომ ის არის ძლიერი, არამედ იმიტომ, რომ ის არის სწორი. ისინი იციან, რომ მე არ შემიძლია გავრისკო ჩემი ადამიანების მომავლით. ისინი იციან, რომ მე ვარ ის ტიპის კაცი, რომელიც აირჩევს მსხვერპლს თავისი ადამიანების დასაცავად. და ისინი იყენებენ ამ ცოდნას ჩემს წინააღმდეგ. ეს არის გენიალური, გამოიყენო ადამიანის ძლიერი მხარე, როგორც მისი სისუსტე, და ამ მომენტიდან ნიკოლაძემ შეწყვიტა ბრძოლა. არა იმიტომ, რომ დანებდა, არამედ იმიტომ, რომ მან გააკეთა გამოთვლა და გაიგო, ბრძოლა ნიშნავდა არა მხოლოდ მის დამარცხებას, არამედ ყველას დამარცხებას, ვინც მას ენდობოდა. და ეს იყო ფასი, რომელსაც ის არ იყო მზად გადაეხადა. მაგრამ იყო კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ნიკოლაძემ არ იბრძოლა, მიზეზი, რომელზეც მან არასოდეს ისაუბრა საჯაროდ, მაგრამ რომელიც ჩანს მის პირად მიმოწერაში ევროპელ ექიმებთან. 1911 წლის ოქტომბრიდან ნიკოლაძე იწყებს წერას ლონდონის ერთ ექიმთან, არა ფოთის ოფიციალურ ექიმთან, არამედ პირად კონფიდენციალურ ექიმთან, რომელსაც ის იცნობდა ჯერ კიდევ თავისი ევროპული მოგზაურობებიდან. წერილებში ის აღწერს სიმპტომებს: ქრონიკული დაღლილობა, ძილის დარღვევა, წონის კლება, მუდმივი თავის ტკივილი, გულის არითმია. ექიმი პასუხობს, ბატონო ნიკოლაძე, თქვენი სიმპტომები არის კლასიკური ნიშნები ქრონიკული სტრესისა და გადაღლისა. თქვენი ორგანიზმი არის ისეთ მდგომარეობაში, რომელიც მედიცინაში ეწოდება ფიზიოლოგიური ამოწურვა. თქვენ გაქვთ ორი არჩევანი, ან შეწყვეტთ მუშაობას და დაისვენებთ, ან თქვენი ორგანიზმი იძულებით შეგაჩერებთ. ნიკოლაძე პასუხობს, მე არ შემიძლია შევწყვიტო. ძალიან ბევრია დამოკიდებული ჩემზე, ექიმი წერს, ბატონო ნიკოლაძე, მე გესაუბრებით არა როგორც თქვენი მეგობარი, არამედ როგორც ექიმი. თქვენ ხართ 70 წლის. თქვენ გაქვთ გულის პრობლემები. თუ თქვენ გააგრძელებთ ამ ტემპით, თქვენ არ გაძლებთ კიდევ ერთ წელს. ეს არ არის მუქარა, ეს არის მედიცინური პროგნოზი. ეს მიმოწერა ავლენს იმას, რაც არავინ იცოდა, ნიკოლაძე არ იყო მხოლოდ პოლიტიკურად დამარცხებული, ის იყო ფიზიკურად ამოწურული.
15 წლის განმავლობაში ის მუშაობდა 16 საათი დღეში, 7 დღე კვირაში, არანაირი არდადეგების გარეშე, არანაირი დასვენების გარეშე. ის იყო კაცი, რომელიც აშენებდა ქალაქს, არა მეტაფორულად, არამედ ლიტერალურად, თავისი ხელებით, თავისი ჯანმრთელობით, თავისი სიცოცხლით. და ახლა 70 წლის ასაკში მისი სხეული უბრალოდ აღარ უძლებდა. მისი გული იყო ისეთ მდგომარეობაში, რომ ყოველი სტრესული სიტუაცია შეეძლო ყოფილიყო ბოლო. და სარევიზიო კომისიის ჩამოსვლა, დაკითხვები, ბრალდებები, საჯარო სკანდალი, ეს ყველაფერი იყო სტრესი, რომელსაც მისი სხეული უბრალოდ ვერ გაუძლებდა. ოლღა ნიკოლაძე წერს თავის დღიურში, ნიკო აღარ გავს საკუთარ თავს. მან დაკარგა 15 კილოგრამი ბოლო 6 თვის განმავლობაში. მისი სახე არის ნაცრისფერი. მისი ხელები კანკალებს, როდესაც ის ცდილობს დაწეროს. ღამით ის იღვიძებს ოფლში, ისეთ ოფლში, რომ საწოლის ველია. მე ვეუბნები, ნიკო, შენ კვდები, და ის პასუხობს, მე ვიცი. მაგრამ თუ მე ახლა დავტოვებ, ყველაფერი რისთვისაც ვიმუშავე, წავა ზედიზედ. ამიტომ მე უნდა გავძლო, მხოლოდ კიდევ ცოტა ხანს, მხოლოდ სანამ პორტი არ დასრულდება, მხოლოდ სანამ ფინანსები არ სტაბილიზდება, მაგრამ კიდევ ცოტა ხანი არასოდეს მოდის. ყოველთვის არის კიდევ ერთი პრობლემა, კიდევ ერთი კრიზისი, კიდევ ერთი მიზეზი, რომ არ შეიძლება დატოვება. და მე ვხედავ, როგორ კვდება ის, არა ერთბაშად, არამედ ნელ-ნელა, დღითი დღე, როგორც სანთელი, რომელიც იცვის ორივე ბოლოდან. 1912 წლის იანვარში, ერთი თვის შემდეგ იმ ფარული ვიზიტორის შეხვედრისა, ნიკოლაძეს ჰქონდა გულის შეტევა, არა მძიმე, მაგრამ საკმარისი, რომ ის ერთი კვირა გაეტარებინა საწოლში. ოლღა წერს, ექიმმა თქვა, რომ ეს იყო გაფრთხილება. შემდეგი შეტევა შეიძლება იყოს ფატალური. მან თქვა, რომ ნიკო უნდა შეწყვიტოს მუშაობა არა დროებით, არამედ სამუდამოდ. მან თქვა, რომ ნიკოს სხეული არის როგორც მანქანა, რომელიც იმუშავა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ძალიან მაღალ სიჩქარეზე, და ახლა ის უბრალოდ იშლება. როდესაც ექიმმა გავიდა, ნიკომ მითხრა, ოლღა, შესაძლოა ეს არის ნიშანი. შესაძლოა ღმერთი მეუბნება, რომ დროა წავიდე, მე ვკითხე, შენ გჯერა ღმერთისა, და მან მიპასუხა, არა. მაგრამ მე მჯერა ნიშნებისა. და ეს არის ძალიან ნათელი ნიშანი. ეს იყო ის მომენტი, როდესაც ნიკოლაძემ გაიგო, რომ მისი ბრძოლა არ იყო მხოლოდ პოლიტიკური, ეს იყო ფიზიოლოგიური. მისი სხეული უბრალოდ აღარ უძლებდა. და თუ ის დარჩებოდა, ის არა მხოლოდ დაკარგავდა ბრძოლას, ის დაკარგავდა სიცოცხლეს. და რა აზრი ჰქონდა გამარჯვებას, თუ ის მკვდარი იქნებოდა. მაგრამ ყველაზე მტკივნეული დეტალი ნიკოლაძის ბოლო თვების შესახებ არის არა ის, რაც მოხდა მასთან, არამედ ის, რაც მოხდა მის გარშემო. 1912 წლის მარტში, ერთი თვით ადრე მისი გადადგომამდე, ფოთის ქუჩებში დაიწყო რაღაც, რაც შეიძლება ეწოდოს წინასწარი დისტანცირება. ადამიანები, რომლებიც მანამდე ესალმებოდნენ ნიკოლაძეს ქუჩაში, იწყებდნენ გვერდისავლას. ვაჭრები, რომლებიც მანამდე იწვევდნენ მას თავიანთ მაღაზიებში, იწყებდნენ კარების დახურვას, როდესაც ის გადიოდა. ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც მანამდე ამბობდნენ, ბატონო ნიკოლაძე, თქვენ ხართ ჩვენი გმირი, იწყებდნენ თქმას, ბატონო ნიკოლაძე, თქვენ იცით, მე ყოველთვის პატივს ვცემდი თქვენს მუშაობას, მაგრამ, და ეს მაგრამ იყო ყველაფერი, რაც საჭირო იყო. ოლღა წერს, ნიკო აღარ გადის ქუჩაში. როდესაც ვკითხე რატომ, მან თქვა, იმიტომ რომ მე ვხედავ, როგორ უყურებენ მე ადამიანები. ისინი არ მიყურებენ როგორც გმირს, ისინი მიყურებენ როგორც დამარცხებულს. და ყველაზე საშინელი არის არა ის, რომ ისინი მიყურებენ ასე, ყველაზე საშინელი არის ის, რომ ისინი მართალი არიან. მე ვარ დამარცხებული. და ყველა იცის ეს იყო ის მომენტი, როდესაც ნიკოლაძემ გაიგო ყველაზე მტკივნეული სიმართლე. ადამიანები არ უყვართ გმირები, ისინი უყვართ გამარჯვებულები. და როდესაც გმირი კარგავს, ის წვეთს იყოს გმირი და ხდება უბრალოდ დამარცხებული. და არავინ არ უყვარს დამარცხებულები, განსაკუთრებით ის ადამიანები, რომლებიც მანამდე ყველაზე ხმამაღლა ყვიროდნენ მის მხარდაჭერაზე. 1912 წლის აპრილის 25-ს, როდესაც ნიკოლაძე ოფიციალურად გადადგა, ფოთში არ მოხდა არანაირი პროტესტი. არ იყო დემონსტრაციები, არ იყო საჯარო განცხადებები მხარდაჭერის შესახებ, არ იყო პეტიციები მისი დაბრუნების მოთხოვნით. იყო მხოლოდ ჩუმი თანხმობა, რომ ეს იყო გარდაუვალი, რომ ეს იყო სწორი, რომ ეს იყო საუკეთესო ყველასთვის. ოლღა წერს, დღეს ნიკო დატოვა თავისი კაბინეტი ბოლოჯერ. როდესაც ჩვენ გამოვედით შენობიდან, გარეთ არავინ იყო. მე ველოდი, რომ იქნებოდა ხალხი, თუნდაც რამდენიმე ადამიანი, რომლებიც მოვიდოდნენ თქმა, მადლობა, ან ნახვამდის. მაგრამ არავინ არ იყო. ქუჩა იყო ცარიელი.
და ნიკო იდგა იქ უყურებდა ამ ცარიელ ქუჩას და ჩუმად თქვა: "ოლღა, ეს არის ყველაზე ნათელი პასუხი, რომელიც მეოდესმე მიმიღია. ხალხი არ მოვიდა არა იმიტომ, რომ ისინი არ აფასებენ ჩემს მუშაობას, ისინი არ მოვიდნენ იმიტომ, რომ ისინი არ უნდათ იყვნენ ასოცირებული ჩემთან. მე ვარ ტოქსიკური ახლა. და ყველა იცის ეს, და მაშინ მე გავიგე, ნიკოლაძის ყველაზე დიდი დამარცხება არ იყო პოლიტიკური. ეს იყო ადამიანური. ის დამარცხდა არა იმიტომ, რომ მას არ ჰქონდა მართალი, ის დამარცხდა იმიტომ, რომ ადამიანები, რომლებისთვისაც ის იბრძოდა, არ იყვნენ მზად იბრძოლონ მისთვის. დღეს, როდესაც ვკითხულობთ ამ ისტორიას, ვხედავთ არა მხოლოდ ერთი კაცის ტრაგედიას, ვხედავთ სისტემის გამარჯვებას. სისტემა, რომელიც არ იბრძოდა ღიად, ის იბრძოდა ჩუმად, მეთოდურად, ფსიქოლოგიურად. ის არ კლავდა ნიკოლაძეს, ის უბრალოდ აიძულებდა მას, თავად წასულიყო. ის არ ანგრევდა მის მუშაობას, ის უბრალოდ აიძულებდა მას, თავად მიეტოვებინა. ის არ აბრალებდა მას, ის უბრალოდ ქმნიდა ისეთ სიტუაციას, სადაც ნიკოლაძის დარჩენა იქნებოდა უფრო საზიანო, ვიდრე მისი წასვლა. და ეს არის ყველაზე ეფექტური ტიპის რეპრესია, რომელიც არ ჩანს როგორც რეპრესია, არამედ როგორც ბუნებრივი პროცესი. მაგრამ ვინ იყო ნამდვილი ბენეფიციარი ამ ბუნებრივი პროცესის? ვინ მოიგო ნიკოლაძის წასვლიდან? და რატომ, როდესაც ჩვენ ვეძებთ პასუხს ამ კითხვაზე, ყველა კვალი მიგვიყვანს ერთი და იმავე ადამიანისკენ, რომელიც არასოდეს ყოფილა ოფიციალურად ბრალდებული, მაგრამ რომელიც 1912 წლის შემდეგ გახდა ყველაზე მდიდარი ადამიანი ფოთში. ვინ იყო ეს ადამიანი? და როგორ მოახერხა მან, რომ დარჩა ჩრდილში, მაშინ როდესაც ყველა სხვა ნიკოლაძე, მისი მხარდამჭერები, მისი მოწინააღმდეგეები იყვნენ საჯარო სცენაზე? 1921 წელს, 9 წლის შემდეგ ნიკოლაძის გადადგომისა, ფოთის მუნიციპალურ არქივში აღმოაჩინეს რაღაც, რაც არ უნდა არსებობდა. ახალგაზრდა არქივარიუსი, რომელიც ალაგებდა ძველ დოკუმენტებს, იპოვა დალუქული ლითონის ხუთი, რომელიც არ იყო ჩამოთვლილი არც ერთ ინვენტარში, არ ჰქონდა არანაირი ნომერი, არანაირი ეტიკეტი. როდესაც ხუთი გაიხსნა, შიგნით იყო 50-ზე მეტი დოკუმენტი, ყველა თარიღდებოდა 1911 წლის ივნისიდან დეკემბრამდე, ყველა იყო ხელნაწერი, ყველა ეხებოდა ერთ და იმავე თემას, როგორ დაგეგმეს ნიკოლაძის მოშორება. იქ იყო წერილები თბილისიდან, სადაც ჩინოვნიკები განიხილავდნენ ფოთის პრობლემას. იქ იყო შეხვედრების ოქმები, სადაც ადგილობრივი აზნაურები ყოფდნენ როლებს, ვინ დაწერდა საჩივარს, ვინ იქნებოდა მოწმე, ვინ უზრუნველყოფდა, რომ საჩივრები ერთდროულად მიაღწევდა სამივე ინსტანციას. იქ იყო ფინანსური ანგარიშები, ჩანაწერები იმის შესახებ, ვინ რამდენი ფული გადაიხადა ოპერაციისთვის. იქ იყო სახელები 40-ზე მეტი სახელი ადამიანები ფოთიდან, თბილისიდან, პეტერბურგიდან, ადამიანები, რომლებიც არასოდეს ყოფილან ოფიციალურად დაკავშირებულნი ერთმანეთთან, მაგრამ რომლებიც, ამ დოკუმენტების მიხედვით, მუშაობდნენ როგორც კოორდინირებული ქსელი. და ყველაზე შოკისმომგვრელი იყო ბოლო დოკუმენტი, რომელიც თარიღდებოდა 1912 წლის აპრილის 24-ით, ერთი დღით ადრე ნიკოლაძის გადადგომამდე. ეს იყო წერილი, რომელიც იწყებოდა სიტყვებით, ოპერაცია წარმატებით დასრულდა. მაგრამ ვინ დაწერა ეს წერილი? ვის მიეწერა? და რატომ ეს დოკუმენტები, რომლებიც უნდა განადგურებულიყო, შეინახეს ლუქულ ხუთში მუნიციპალურ არქივში? არქივარიუსმა, რომელმაც იპოვა ეს ხუთი, დაუყოვნებლივ მიმართა თავის უფროსს. უფროსმა გახსნა ხუთი, წაიკითხა რამდენიმე დოკუმენტი და თქვა, ეს არაფერია. ეს არის ძველი, არარელევანტური ქაღალდები. დაბრუნე ხუთი და დაივიწყე, რომ ოდესმე ნახე, არქივარიუსმა კითხა, მაგრამ ხომ ეს არის ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტები? უფროსმა პასუხობდა, ისტორიული მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმას, რაც არ აზიანებს ცოცხალ ადამიანებს. ამ დოკუმენტებში არიან სახელები ადამიანებისა, რომელთა შვილები და შვილიშვილები ჯერ კიდევ ცხოვრობენ ფოთში, ჯერ კიდევ არიან გავლენიანები. თუ ეს დოკუმენტები გახდება საჯარო, ეს გახდება სკანდალი. და სკანდალი არავის არ სჭირდება, არქივარიუსმა დაუმორჩილდა. ხუთი დაბრუნდა თავის ადგილას, დალუქული, დავიწყებული, როგორც არასოდეს ყოფილიყო ნაპოვნი. მაგრამ არქივარიუსმა სანამ დაბრუნებდა ხუთს, გააკეთა რაღაც, რაც არ უნდა გაეკეთებინა, მან გადაიღო რამდენიმე დოკუმენტი. და ეს ფოტოები, ათწლეულების შემდეგ მოხვდა ერთი ისტორიკოსის ხელში, რომელმაც პირველად გამოაქვეყნა ის, რაც ყველა მიცოდა, მაგრამ არავინ არ ამბობდა, ნიკოლაძის წინააღმდეგ შეთქმულება არ იყო სპონტანური აჯანყება, ეს იყო საგულდაგულოდ დაგეგმილი, კარგად დაფინანსებული, პროფესიონალურად შესრულებული ოპერაცია. დოკუმენტები ავლენდა დეტალებს, რომლებიც აქამდე იყო მხოლოდ ვარაუდები.
მაგალითად, საჩივრები, რომლებიც ერთდროულად გაიგზავნა 3 ინსტანციაში, არ დაწერილა 3 სხვადასხვა ადამიანის მიერ, ისინი დაწერილა ერთი ადამიანის მიერ, პროფესიონალი იურისტის მიერ თბილისიდან, რომელსაც გადაუხადეს 2000 რუბლი, იურიდიული კონსულტაციისთვის. ეს იურისტი არ იყო ფოთელი, მას არ ჰქონდა არანაირი პირადი ინტერესი ნიკოლაძის მოშორებაში. ის უბრალოდ აკეთებდა თავის სამუშაოს, წერდა ტექსტს, რომელიც იყო იურიდიულად უსაფრთხო, მაგრამ პოლიტიკურად მომაკვდინებელი. დოკუმენტები ასევე ავლენდა, რომ სარევიზიო კომისიის შემადგენლობა არ იყო შემთხვევითი, ყველა წევრი შეირჩა სპეციალურად იმიტომ, რომ მათ ჰქონდათ ან პირადი პრეტენზია ნიკოლაძის მიმართ, ან ფინანსური ინტერესი მის მოშორებაში. ერთ-ერთი კომისიის წევრი იყო ადამიანი, რომლის ძმა დაითხოვა ნიკოლაძემ კორუფციისთვის. მეორე იყო ადამიანი, რომელიც ფლობდა აქციებს ბათუმის პორტში, რომელიც იყო ფოთის პირდაპირი კონკურენტი. მესამე იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ვალი ერთ-ერთი ფოთელი აზნაურის წინაშე, აზნაურის, რომელიც იყო ანტინიკოლაძური კოალიციის ლიდერი. ეს არ იყო კომისია, რომელიც მოვიდა სიმართლის გასარკვევად, ეს იყო კომისია, რომელიც მოვიდა განაჩენის შესასრულებლად. მაგრამ ყველაზე შოკისმომგვრელი დოკუმენტი იყო ფინანსური ანგარიში, დეტალური ჩამონათვალი იმისა, ვინ რამდენი ფული გადაიხადა და რისთვის. სულ ოპერაციაზე დაიხარჯა 30,000 რუბლი, თანხა, რომელიც იმ დროს იყო უზარმაზარი, ექვივალენტური რამდენიმე წლის ბიუჯეტისა საშუალო ზომის ქალაქისთვის. ეს ფული გადაიხადა 5,000 რუბლი იურისტისთვის საჩივრების დასაწერად, 3,000 რუბლი გაზეთებისთვის, რომლებიც აქვეყნებდნენ ანტინიკოლაძურ სტატიებს, 2,000 რუბლი მოწმეებისთვის, ადამიანებისთვის, რომლებიც თანახმა იყვნენ მისცეს ჩვენება კომისიისთვის ნიკოლაძის წინააღმდეგ, 10,000 რუბლი ადმინისტრაციული ხარჯებისთვის, ევფემიზმი, რომელიც, როგორც ჩანს, ნიშნავდა ქრთამს თბილისელი ჩინოვნიკებისთვის, და 10,000 რუბლი რეზერვისთვის, ფული, რომელიც არ დახარჯულა, არამედ შენახული იქნა გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის. მაგრამ ვინ გადაიხადა ეს 30,000 რუბლი? დოკუმენტში არ იყო სახელი, იყო მხოლოდ ინიციალები, პზჯ და ფრაზა, ძირითადი ბენეფიციარი და ფინანსური გარანტი. პზჯ იყო პეტრე ჯავახიშვილი, ის ადამიანი, რომელიც გახდა ფოთის ქალაქის თავი ნიკოლაძის შემდეგ. მაგრამ როგორ ჰქონდა მას 30,000 რუბლი 1911 წელს, როდესაც ის იყო უბრალოდ ადგილობრივი აზნაური საშუალო შემოსავლით? პასუხი მდებარეობს სხვა დოკუმენტში, რომელიც თარიღდება 1910 წლით, 2 წლით ადრე შეთქმულებამდე. ეს იყო ხელშეკრულება ჯავახიშვილსა და ბათუმის ნავთობკომპანიას შორის, სადაც ჯავახიშვილი იღებდა კონსულტანტის ხელფას 2,000 რუბლი წელიწადში, იმ პირობით, რომ ის უზრუნველყოფდა ინფორმაციას ფოთის პორტის განვითარების შესახებ. 2 წლის განმავლობაში ჯავახიშვილმა მიიღო 4,000 რუბლი. მაგრამ 1911 წლის იანვარში, ერთი თვით ადრე შეთქმულების დაწყებამდე, ის მიიღო ბონუს 26,000 რუბლი განსაკუთრებული სერვისებისთვის. ეს განსაკუთრებული სერვისები არ იყო დეტალურად აღწერილი. მაგრამ თარიღები ყველაფერს ამბობდა, ფული მიიღო იანვარში, შეთქმულება დაიწყო თებერვალში, ნიკოლაძე გადადგა აპრილში, ჯავახიშვილი დაინიშნა მაისში. და პირველი გადაწყვეტილება, რომელიც ჯავახიშვილმა მიიღო ახალქალაქის თავად იყო, გააუქმა ნიკოლაძის მიერ დაწესებული შეზღუდვები პორტის მიმდებარე მიწების პრივატიზაციაზე. მეორე გადაწყვეტილება, მისცა ბათუმის ნავთობკომპანიას პრეფერენციული პირობები ფოთის პორტში საწყობების იჯარისთვის. ეს დოკუმენტები ხსნიდა ყველაფერს. ნიკოლაძის წინააღმდეგ შეთქმულება არ იყო მხოლოდ ადგილობრივი ელიტის შურისძიება, ეს იყო ბიზნეს ოპერაცია. ბათუმის ნავთობკომპანიას, რომელიც დომინირებდა შავი ზღვის ნავთობის ექსპორტში, ეშინოდა ფოთის პორტის წარმატებისა. ნიკოლაძის მიერ აშენებული პორტი იყო თანამედროვე, ეფექტური, კარგად მართული, ის იყო რეალური კონკურენტი ბათუმისთვის. და თუ ფოთი გააგრძელებდა განვითარებას ნიკოლაძის ხელმძღვანელობით, ბათუმი დაკარგავდა თავის მონოპოლიას. ამიტომ კომპანიამ გადაწყვიტა ინვესტიცია გაეკეთებინა, არა ფოთის განვითარებაში, არამედ ფოთის დესტაბილიზაციაში. ისინი იპოვეს ადამიანი, ჯავახიშვილი, რომელსაც ჰქონდა ამბიცია, მაგრამ არ ჰქონდა პრინციპები. ისინი მისცეს მას ფული და დავალება, მოაშორე ნიკოლაძე, გახდი ქალაქის თავი და დაგვიბრუნე ფავორი. და ჯავახიშვილმა შეასრულა სრულყოფილად, პროფესიონალურად, ისე რომ არავინ ვერ დაამტკიცებდა, რომ ეს იყო კორუფცია. რადგან ფორმალურად ყველაფერი იყო კანონიერი, საჩივრები იყო ნამდვილი, რევიზია იყო ოფიციალური, გადადგომა იყო ნებაყოფლობითი. მხოლოდ ერთი პრობლემა იყო, ყველაფერი იყო ყალბი. მაგრამ აქ ჩნდება კითხვა, რომელზეც ისტორიკოსები დღემდე კამათობენ, იცოდა თუ არა ნიკოლაძემ ამის შესახებ.
იცოდა თუ არა, რომ მის წინააღმდეგ შეთქმულება არ იყო მხოლოდ ადგილობრივი ინტრიგა, არამედ საერთაშორისო ბიზნეს ოპერაცია. ზოგიერთი ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ ის არ იცოდა, რომ ის ფიქრობდა, რომ ის იბრძოდა მხოლოდ ადგილობრივ კორუფციასთან და არ ხედავდა უფრო დიდ სურათს. სხვები ამტკიცებენ, რომ ის იცოდა, რომ ის ზუსტად იცოდა, ვინ იდგა მის უკან და სწორედ ამიტომ გადადგა ისე მშვიდად. რადგან ის გაიგო, რომ თუ ის იბრძოდა ბათუმის ნავთობკომპანიის წინააღმდეგ, კომპანიის, რომელსაც ჰქონდა კავშირები პეტერბურგში, ლონდონში, პარიზში, ის არა მხოლოდ დაკარგავდა, არამედ განადგურდებოდა. და არა მხოლოდ ის, ყველა, ვინც მას ენდობოდა. ამიტომ ის აირჩია ჩუმად წასვლა, არა იმიტომ, რომ ის იყო სუსტი, არამედ იმიტომ, რომ ის იყო ჭკვიანი. ის იცოდა, როდის უნდა იბრძოლო და როდის უნდა უკან დახევა. და ეს იყო მომენტი უკან დახევისთვის. 1921 წელს, როდესაც ეს დოკუმენტები პირველად გახდა საჯარო, ერთმა ჟურნალისტმა მოახერხა ინტერვიუს აღება ადამიანთან, რომელიც იყო ნიკოლაძის ყველაზე ახლო მეგობარი მის ბოლო წლებში, ადამიანთან, რომელიც ესწრებოდა მას მის გადადგომის დღეს და რომელმაც მოისმინა მისი ბოლო სიტყვები როგორც ფოთის ქალაქის თავისა. ეს ადამიანი, რომელიც იმ დროისთვის უკვე იყო 90 წლის, თქვა, ნიკო იცოდა. ის ყველაფერს იცოდა. როდესაც ჩვენ ვიჯექით მის კაბინეტში იმ ბოლო დღეს, მან მითხრა, მე ვიცი, ვინ არის ამის უკან. მე ვიცი, რატომ ისინი ამას აკეთებენ. მე ვიცი, რამდენი ფული დაიხარჯა ჩემი მოშორებისთვის. და მე ვიცი, რომ თუ მე ვიბრძოლებ, მე ვერ მოვიგებ. რადგან ისინი არ თამაშობენ იმ წესებით, რომლითაც მე ვთამაშობ. ისინი თამაშობენ ფულით, ძალით, შიშით. და მე არ მაქვს ფული, არ მაქვს ძალა, არ მაქვს შიში გამოსაყენებლად. მე მაქვს მხოლოდ სიმართლე. მაგრამ სიმართლე არის ძალიან სუსტი იარაღი, როდესაც შენი მოწინააღმდეგე არ აინტერესებს სიმართლე, მე ვკითხე, მაშინ რატომ არ ამბობ ამას საჯაროდ? რატომ არ ამხელმათ? და მან მიპასუხა, იმიტომ რომ თუ მე ვამხელმათ, ისინი უბრალოდ უარყოფენ. ისინი თქვენ, რომ მე ვარ პარანოიკული, რომ მე ვხედავ შეთქმულებებს ყველგან, რომ მე ვცდილობ გავამართლო ჩემი წარუმატებლობა. და ხალხი დაიჯერებს მათ, არა იმიტომ, რომ ისინი მართალი არიან, არამედ იმიტომ, რომ ხალხი ყოველთვის სჯერა იმისა, რაც უფრო მარტივია. და უფრო მარტივია იჯეროს, რომ მე ვარ წარუმატებელი მმართველი, ვიდრე იჯეროს, რომ არსებობს რთული მრავალდონიანი შეთქმულება ჩემს წინააღმდეგ. ეს ინტერვიუ ავლენს ნიკოლაძის ბოლო წლების ყველაზე მტკივნეულ სიმართლეს. ის არ იყო უბრალოდ დამარცხებული, ის იყო იზოლირებული. ის იცოდა სიმართლე, მაგრამ ვერ შეეძლო მისი გაზიარება, რადგან არავინ არ დაიჯერებდა. ის ხედავდა სისტემას, რომელიც მუშაობდა მის წინააღმდეგ, მაგრამ ვერ შეეძლო მისი ამხელა, რადგან სისტემა იყო ძალიან ძლიერი, ძალიან კარგად დაცული, ძალიან კარგად ფინანსირებული. ის იყო როგორც კაცი, რომელიც ხედავს ქარიშხალს მოდის, მაგრამ როდესაც ის ცდილობს გააფრთხილოს სხვები, ისინი ამბობენ, რა ქარიშხალი. ცა მოწმენდილია და შემდეგ როდესაც ქარიშხალი მოდის და ანგრევს ყველაფერს, ისინი ამბობენ, ეს შენი ბრალია. შენ არ მოამზადე ჩვენ და ყველაზე საშინელი არის არა ის, რომ ისინი ამას ამბობენ, ყველაზე საშინელი არის ის, რომ ისინი მართლაც სჯერათ ამისა. რადგან ადამიანები არ უყვართ რთული სიმართლეები, ისინი უყვართ მარტივი ახსნა-განმარტებები. და ყველაზე მარტივი ახსნა-განმარტება ყოველთვის არის დაბრალი ერთი ადამიანი. ნიკოლაძის მეგობარმა ასევე გაიხსენა ის, რაც ნიკოლაძემ უთხრა მას თავის ბოლო დღეს, როგორც ქალაქის თავს, სიტყვები, რომლებიც შესაძლოა არის ყველაზე ძლიერი დამოწმება იმისა, თუ რას გრძნობდა ის იმ მომენტში. ნიკო მითხრა, მე ვატარებ ამ ქალაქს 15 წლის განმავლობაში. მე ვაშენებ ნავსადგურს, რომელიც არის ერთ-ერთი საუკეთესო შავ ზღვაზე. მე ვანათებ ქუჩებს, რომლებიც მანამდე იყო ბნელი. მე ვაშენებ სკოლებს, საავადმყოფოებს, ტაძრებს. მე ვქმნი სამუშაო ადგილებს ათასობით ადამიანისთვის. მე ვაქცევ ჭაობიან დასახლებას ევროპულ ქალაქად. და ახლა, როდესაც მე მივდივარ, ხალხი ფიქრობს, კარგი რომ წავიდა. რადგან ხალხი არ ხედავს, რას ვაკეთებ, ისინი ხედავენ მხოლოდ რას ვხარჯავ. ისინი არ ხედავენ ნავსადგურს, ისინი ხედავენ ვალს. ისინი არ ხედავენ ელექტროობას, ისინი ხედავენ გადასახადებს. ისინი არ ხედავენ სკოლებს, ისინი ხედავენ ხარჯებს. და ეს არის ის, რაც ყოველთვის ხდება, ადამიანები აფასებენ მხოლოდ იმას, რაც მათ უკვე აქვთ, როდესაც ისინი კარგავენ მას. მაგრამ მანამდე ისინი ფიქრობენ, რომ ყველაფერი, რაც მათ აქვთ, არის ბუნებრივი, თვითგასაგები, რომ ეს ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება. ისინი არ ხედავენ შრომას, რომელიც დასჭირდა ამის შესაქმნელად. ისინი არ ხედავენ მსხვერპლს, რომელიც დასჭირდა ამის შესანარჩუნებლად. ისინი ხედავენ მხოლოდ შედეგს და ფიქრობენ, რომ შედეგი მოვიდა თავისით.
ეს სიტყვები ავლენს ნიკოლაძის ბოლო წლების ყველაზე ღრმა იმედგაცრუებას, არა იმაში, რომ ის დამარცხდა პოლიტიკურად, არამედ იმაში, რომ ის გაიგო, ადამიანები არ აფასებენ იმას, რისთვისაც ის იბრძოდა. ისინი არ ხედავდნენ ხედვას, ისინი ხედავდნენ მხოლოდ ფასს. ისინი არ ხედავდნენ მომავალს, ისინი ხედავდნენ მხოლოდ დღევანდელ დისკომფორტს. ისინი არ ხედავდნენ ტრანსფორმაციას, ისინი ხედავდნენ მხოლოდ ცვლილებას, რომელიც აშინებდათ. და ეს იყო ის, რაც კლავდა ნიკოლაძეს უფრო მეტად, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური დამარცხება, გაგება, რომ ადამიანები, რომლებისთვისაც ის მსხვერპლობდა ყველაფერს, არ აფასებდნენ ამ მსხვერპლს. არა იმიტომ, რომ ისინი იყვნენ ბოროტები, არამედ იმიტომ, რომ ისინი უბრალოდ არ ხედავდნენ. ისინი იყვნენ როგორც ბავშვები, რომლებიც ფიქრობენ, რომ საკვები თავისით ჩნდება მაგიდაზე და არ ხედავენ მშობელს, რომელიც მუშაობს მთელი დღე, რათა ეს საკვები იყოს იქ. ნიკოლაძის მეგობარმა დაასრულა ინტერვიუ სიტყვებით, რომლებიც შესაძლოა არის ყველაზე ზუსტი ეპიტაფია ნიკოლაძის ცხოვრებისთვის. ნიკო იყო კაცი, რომელიც ცხოვრობდა 40 წლით წინ თავის დროზე. ის ხედავდა მომავალს, რომელსაც სხვები ვერ ხედავდნენ. ის აშენებდა ქალაქს, რომელიც არ არსებობდა. ის იბრძოდა პრობლემებისთვის, რომლებიც ჯერ არ მოსულიყო. და ეს იყო მისი ტრაგედია, არა ის, რომ ის წააგო, არამედ ის, რომ ის იყო მარტო. მარტო თავის ხედვაში, მარტო თავის ბრძოლაში, მარტო თავის მსხვერპლში. რადგან ყველა სხვა ცხოვრობდა დღეს და ნიკო ცხოვრობდა ხვალ. და როდესაც შენ ცხოვრობ ხვალ, მაგრამ ყველა სხვა ცხოვრობს დღეს, შენ ყოველთვის იქნები მარტო. ეს სიტყვები ხსნის იმას, რატომ არის ნიკოლაძის ისტორია არა მხოლოდ პოლიტიკური ტრაგედია, ეს არის ეგზისტენციალური ტრაგედია. ტრაგედია კაცისა, რომელიც ცდილობდა შეცვალა მსოფლიო, მაგრამ მსოფლიო არ იყო მზად შეცვლილიყო. ტრაგედია ლიდერისა, რომელიც ცდილობდა მიეყვანა ხალხი მომავლისკენ, მაგრამ ხალხი უფრო კომფორტულად გრძნობდა თავს წარსულში. ტრაგედია ხედვის მქონე ადამიანისა, რომელიც ცხოვრობდა საზოგადოებაში, რომელიც არ აფასებდა ხედვას, რომელიც აფასებდა მხოლოდ სტაბილურობას, კომფორტს, ცვლილების არარსებობას. 1932 წლის 21 ივლისს, 10 წლის შემდეგ თავისი გადადგომისა, ნიკო ნიკოლაძე გარდაიცვალა თავის სახლში დიდ ჯიხაიშში. ის 74 წლის იყო. ოფიციალური მიზეზი იყო გულის უკმარისობა, ის დიაგნოზი, რომელიც ლონდონელმა ექიმმა წინასწარ განუსაზღვრა 6 წლით ადრე. მაგრამ ოლღა, რომელიც იყო მასთან ბოლო მომენტამდე, წერდა თავის დღიურში, ნიკო არ მოკვდა გულის უკმარისობით. ის მოკვდა იმედგაცრუებით. ის მოკვდა იმ ცოდნით, რომ ყველაფერი, რისთვისაც ის იბრძოდა, ნელ-ნელა ინგრეოდა. ის მოკვდა იმ გაგებით, რომ ადამიანები, რომლებისთვისაც ის შესწირა ყველაფერი, არასოდეს არ გაიგებენ, რა შესწირა მან. ის მოკვდა მარტო, არა ფიზიკურად, რადგან მე ვიყავი მასთან, არამედ ემოციურად, ფილოსოფიურად, ეგზისტენციალურად. ის მოკვდა როგორც კაცი, რომელმაც იცოდა, რომ მისი ცხოვრების მთავარი ბრძოლა იყო წაგებული, არა იმიტომ, რომ ის არ იყო საკმარისად ძლიერი, არამედ იმიტომ, რომ მსოფლიო, რომელშიც ის ცხოვრობდა, არ იყო მზად იმ ცვლილებებისთვის, რომლებსაც ის სთავაზობდა. დაკრძალვა იყო მოკრძალებული ოჯახის წევრები, რამდენიმე ძველი მეგობარი, რამდენიმე ყოფილი თანამშრომელი. ფოთის ხელისუფლებამ არ გამოგზავნა ოფიციალური წარმომადგენელი. თბილისიდან არავინ მოვიდა. პეტერბურგიდან არ მოვიდა არც ერთი სამძიმრის ტელეგრამა. ის დაკრძალეს ჩუმად, თითქმის ფარულად, როგორც კაცი, რომელიც არასოდეს ყოფილიყო მნიშვნელოვანი. მაგრამ ერთი დეტალი იყო, რომელიც ოლღას ყოველთვის ახსოვდა. როდესაც ისინი მიჰყავდნენ კუბოს სასაფლაოსკენ, ქუჩაში იდგა ჯგუფი, არა დიდი, შესაძლოა 20-30 ადამიანი. ისინი იყვნენ მუშები, ადამიანები ცვეთილი ტანსაცმლით, ხელები მოჭუჭყიანებული, სახეები მზით დამწვარი. ისინი არ ამბობდნენ არაფერს. ისინი უბრალოდ იდგნენ, თავები დახრილი ჰქონდათ, ხელები გულზე ეჭირათ. როდესაც კუბო გაიარა, ისინი ერთდროულად დაიხარეს, ღრმად, ხანგრძლივად, როგორც ადამიანები, რომლებიც კარგავენ არა მხოლოდ ლიდერს, არამედ იმედს. ოლღა წერდა, ეს იყო ნიკოლაძის ნამდვილი დაკრძალვა, არა ის, რაც მოხდა სასაფლაოზე, არამედ ის, რაც მოხდა იმ ქუჩაში, როდესაც ის 20 მუშა დაიხარა. ისინი იყვნენ ადამიანები, რომლებმაც იცოდნენ, რას ნიშნავდა ნიკოლაძე. ისინი იყვნენ ადამიანები, რომლებმაც იცხოვრეს იმ ქალაქში, რომელიც მან ააშენა და იცოდნენ განსხვავება. მაგრამ ისინი იყვნენ ძალიან ცოტა. და ისინი იყვნენ ძალიან უძლურები. და ეს იყო ნიკოლაძის ბოლო გაკვეთილი, რომელიც მან ისწავლა ძალიან გვიან, არ არის საკმარისი იყო მართალი. არ არის საკმარისი იყო ძლიერი. არ არის საკმარისი იყო ხედვის მქონე. თუ შენ არ გაქვს ხალხი, რომელიც მზად არის იბრძოლოს შენთვის, შენ ყოველთვის დამარცხდები. და ნიკოლაძეს ჰქონდა ხალხი, რომელიც აფასებდა მას.
მაგრამ არ ჰქონდა ხალხი, რომელიც იბრძოლებდა მისთვის. და ეს იყო განსხვავება, რომელმაც ყველაფერი შეცვალა. დღეს, როდესაც ვკითხულობთ ნიკოლაძის ისტორიას, ვხედავთ არა მხოლოდ ერთი კაცის ცხოვრებას, ვხედავთ ერთი იდეის ცხოვრებას. იდეა, რომ შესაძლებელია სხვაგვარად. იდეა, რომ ლიდერი შეიძლება იყოს პრინციპული, გამჭვირვალე, უანგარო. იდეა, რომ ქალაქი შეიძლება აშენდეს არა კორუფციით და ქრთამით, არამედ ხედვით და შრომით. ეს იდეა ცხოვრობდა ნიკოლაძეში. ის ცხოვრობდა იმ ქალაქში, რომელიც მან ააშენა. ის ცხოვრობდა იმ ადამიანებში, რომლებმაც იცხოვრეს იმ ქალაქში და იცოდნენ, რომ შესაძლებელია უკეთესად. მაგრამ ეს იდეა ვერ გადარჩა არა იმიტომ, რომ ის იყო სუსტი, არამედ იმიტომ, რომ სისტემა, რომელიც მის წინააღმდეგ იბრძოდა, იყო ძლიერი. სისტემა, რომელიც არ იბრძოდა იდეებით, ის იბრძოდა ფულით, ძალით, შიშით, манипуляციით. სისტემა, რომელიც არ ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ნიკოლაძე არასწორი იყო, ის უბრალოდ აიძულებდა მას, წასულიყო. და როდესაც ის წავიდა, სისტემა დაბრუნდა ნელ-ნელა, თანდათანობით, როგორც ჭაობის წყალი, რომელიც ავსებს ყველა ნაპრალს, რომელიც ვიღაცამ ცემენტით შეავსო. მაგრამ აქ არის ბოლო კითხვა, რომელზეც ყველა ისტორიკოსი, რომელიც ნიკოლაძეზე წერდა, ცდილობდა პასუხის გაცემას, მაგრამ ვერავინ გასცა, იყო თუ არა ღირებული. იყო თუ არა ღირებული ყველა ეს ბრძოლა, ყველა ეს მსხვერპლი, ყველა ეს ტანჯვა იმისთვის, რომ ააშენო რაღაც, რაც შენი წასვლის შემდეგ ინგრევა. იყო თუ არა ღირებული იყო ხედვის მქონე ლიდერი, თუ ხალხი არ არის მზად მიჰყვეს შენს ხედვას. იყო თუ არა ღირებული იბრძოლო სისტემის წინააღმდეგ, რომელიც შენზე ძლიერია. ზოგიერთი ამბობს, არა. ნიკოლაძე იყო იდეალისტი, რომელმაც არ გაიგო რეალობა. ის ცდილობდა შეცვალა ის, რაც შეუცვლელი იყო. ის იბრძოდა ბრძოლაში, რომელიც წინასწარ წაგებული იყო. და შედეგად მან დაკარგა ყველაფერი, თავისი ჯანმრთელობა, თავისი რეპუტაცია, თავისი ოჯახის სიმშვიდე, თავისი ბოლო წლების სიმშვიდე. და რისთვის? იმისთვის, რომ ააშენო რაღაც, რაც 10 წლის შემდეგ უკვე ინგრეოდა? მაგრამ სხვები ამბობენ, დიახ. ნიკოლაძე იყო ღირებული არა იმიტომ, რომ მან მოიგო, არამედ იმიტომ, რომ მან აჩვენა, რომ შესაძლებელია. ის აჩვენა, რომ შესაძლებელია ლიდერი იყოს პრინციპული. ის აჩვენა, რომ შესაძლებელია ქალაქი აშენდეს გამჭვირვალედ. ის აჩვენა, რომ შესაძლებელია იბრძოლო კორუფციის წინააღმდეგ და გაიმარჯვო თუნდაც დროებით. და ეს მაგალითი გადარჩა. ის გადარჩა იმ 20 მუშის მეხსიერებაში, რომლებიც დაიხარეს მის კუბოს წინ. ის გადარჩა იმ ახალგაზრდა ინჟინრების მეხსიერებაში, რომლებმაც 9 წლის შემდეგ სცადეს მისი მემორიალის აშენება. ის გადარჩა ყველა იმ ადამიანის მეხსიერებაში, რომელმაც იცხოვრა იმ ქალაქში, რომელიც ნიკოლაძემ ააშენა და იცოდა, შეიძლება უკეთესად. და შესაძლოა ერთ დღეს ვიღაც სხვა ადამიანი, სხვა ქალაქში, სხვა ქვეყანაში გაიხსენებს ნიკოლაძის ისტორიას და იფიქრებს, თუ მან შეძლო, შესაძლოა მეც შემიძლია. და სცადოს. და შესაძლოა, ამჯერად ხალხი იქნება მზად. შესაძლოა, ამჯერად სისტემა იქნება სუსტი. შესაძლოა, ამჯერად იდეა გადარჩება. ეს არის ნიკოლაძის ნამდვილი მემკვიდრეობა, არა შენობები, რომლებიც მან ააშენა, არა რეფორმები, რომლებიც მან გაატარა, არა პორტი, რომელიც მან შექმნა. მისი ნამდვილი მემკვიდრეობა არის კითხვა, რომელიც ყოველი თაობა უნდა უპასუხოს თავისთვის, როდესაც შენ ხედავ უსამართლობას, როდესაც შენ ხედავ კორუფციას, როდესაც შენ ხედავ სისტემას, რომელიც არ მუშაობს, რას აკეთებ? იბრძვი იმის ცოდნით, რომ შესაძლოა წააგო? თუ ეგუები იმის ცოდნით, რომ შენი ჩუმად ყოფნა ნიშნავს სისტემის გამარჯვებას? ნიკოლაძემ აირჩია ბრძოლა. ის იბრძოდა 15 წლის განმავლობაში. ის იბრძოდა, სანამ მისმა სხეულმა გაუძლო. ის იბრძოდა, სანამ მისმა გულმა გაუძლო. ის იბრძოდა, სანამ მისმა იმედმა გაუძლო. და ბოლოს, როდესაც მან გაიგო, რომ ბრძოლა წაგებული იყო, ის არ გაქცეულა. ის უბრალოდ გადადგა ჩუმად ღირსეულად იმის ცოდნით, რომ მან გააკეთა ყველაფერი, რაც შეეძლო. და ეს, შესაძლოა, არის ყველაფერი, რაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გააკეთოს, იბრძოლო ბოლომდე და როდესაც ბოლო მოვა, იცოდე, რომ შენ არ დანებდი.